გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს, როგორც ყოველთვის ჩვენს მეცნიერთა კლუბში და ქალბატონი ქეთევანი და მე ერთი 10-12 წლის წინ, ის ესრაფად გარბის დრო რო უკვე 10-12 წლის წინ იყო თუ გუშინ წინ იყო, ვეღარ ვადევნებ თვალს, ვიყავით ჯავახეთში, დუხობორებთან რამდენიმე დღე გავატარეთ და ძალიან საინტერესო რაღაცები ჩავწერეთ მე ვიდეოზე ქალბატონმა ქეთევანმა და კიდევ ერთმა ჩვენმა მეგობარმა თამაზ გაბისონიამ ჩავწერეთ მათ დუხობორების ძალიან საინტერესო რელიგიური სიმღერები. ბოლოს 2-3 თვის წინ ვიყავით ერთად ოროზმანში, ამის შესახებ ჩემთან დევს ვიდეო ორნაწილიანი, აუცილებლად ნახეთ ჩვენი მოგზაურობის შესახებ და იქაც ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე და ამის შემდეგ გამიჩნდა მე იდეა რომ ქალბატონი ქეთევანი მომეწვია ჩემთან. ქალბატონი ქეთევანი არის კულტურის ისტორიის მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი, ხალხური საკრავების განხრა, ხო, თქვენი რამდენადაც მახსოვს. საკრავი სიმღერა და საკრავი, დიახ. სიმღერა და საკრავები, ხო. მაგაზეც ვისაუბრებთ, ბევრი საინტერესო რაღაცები გვაქვს წინ და ამიტომ გადართოთ აუცილებლად ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და დაწერეთ კომენტარები და ბაიაშვილი ეთნომუსიკოლოგი. ასეთი მეცნიერება არსებობს, რომელიც ალბათ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ რა და მუსიკალურ კულტურაში ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული ხალხი ვართ მთელს პლანეტაზე და ძალიან დიდი მრავალფეროვნება გვაქვს სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობების ალბათ ქალბატონი ქეთევანი არ ვიცი როგორ დიახ ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ მოკლედ მე რადგან ძალიან შორს ვარ ამ მეცნიერებიდან რასაც ეთნომუსიკოლოგია ქვია ამიტომ მე ცოტა თქვენ თუ არ მომეხმარეთ გამიჭირდება სწორი აქცენტების და კითხვების დასმა, ამიტომ დავიწყოთ იქედან თუ პირველ რიგში გამარჯობა და ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩემი არხის სტუმარი და მაინტერესებს რასაც ყოველთვის ყველას ვეკითხები, აი როგორ და რატომ თქვენი პროფესია და არა თქვა სხვა. გამარჯობა. გამარჯობა დიდი სიხარულით მოგესალმებით მაყურებელსაც და მსმენელსაც და მით უმეტეს თქვენ ბატონო ვასილ, იმიტომ რომ ძალიან დიდი პატივია და ძალიან მიხარია რომ თქვენს არხზე მოვხდი, იმიტომ რომ მიმაჩნია ახლა ყოველგვარი მის გარეშე ზედმეტების გარეშე რომ ერთ-ერთი საუკეთესო არხი გაქვთ და ძალიან მიამაყება, იმიტომ რომ ესეთი მრავალფეროვნება სხვა არც ერთ არხზე არ გვხვდება, როგორც თქვენთან. თემების სიმრავლე და რაც თავი კომპეტენტურობა და პროფესიული დამოკიდებულება, პროფესიონალიზმი, ეს ძალიან დასაფასებელია და მართლა ძალიან მიხარია რომ თქვენი სტუმარი. მერგო წილად პატივი გავხდეთ თქვენი სტუმარი. რაც შეეხება ახლა ჩემს სპეციალობას, ხო, ეთნომუსიკოლოგია შედარებით ახალი დარგია, ჰუმანიტარული დარგებიდან ერთ-ერთი ახალი დარგია. და მოიცავს ძალიან ბევრი მეცნიერების ერთად კვლევის აუცილებლობას. იმიტომ რომ სანამდე ეთნომუსიკოლოგია დაერქმეოდა ამ საგანს, ასე ვთქვათ, ერქვა ფოლკლორისტიკა და ფოლკლორისტიკა ბევრად უფრო ესეთი შეკუმშული მეცნიერება იყო, ეს იყო ხალხური ტრადიციების შესწავლა, თუმცა ისინიც მაინც ვალდებული იყვნენ გამოეყენებინათ ეთნოლოგია და ეთნოგრაფია, კულტურის ისტორია და ასე შემდეგ, ბევრი ჰუმანიტარული დარგი. მაგრამ აი ეს ეთნომუსიკოლოგია არის ის დარგი, რომელმაც თავი მოუყარა ერთად, აი ბევრ ცოდნას და ბევრი დისციპლინის შესწავლისა და შედარების, ამიტომაც თავდაპირველად ვიდრე ეთნომუსიკოლოგია დაერქმეოდა ჩვენ საგანს ერქვა შედარებითი მუსიკოლოგია. მუსიკის მცოდნეობის დარგი. და მერე ცალკე ჩამოყალიბდა როგორც ეთნომუსიკოლოგია. ეხლა აქ ჩვენ აუცილებლობა გვაქვს, ასე ვთქვათ, კვლევის შემთხვევაში ის რომ უნდა გავითვალისწინოთ
არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და კულტუროლოგიური კვლევები, კულტურის ისტორია, სამოქალაქო ისტორია, ქვეყნის ისტორია, ლინგვისტიკა, ერთი სიტყვით ახლა ბევრი მეცნიერებაა ისეთი, რომელიც გჭირდება კვლევის დროს. ახლა რაც შეეხება ჩემს არჩევანს, ამას ვუმაგლი ჩემს უძვირფასეს მასწავლებლებს. ეტყობა იცით რა, რაღაცნაირად ბედი დამყვებოდა თან, იმიტომ რომ ყველგან ყოველთვის ძალიან კარგი მასწავლებელი შემხვდა. მაგრამ განსაკუთრებით მინდა ვახსენო ქალბატონი მაყვალა გუგეშაშვილი. ეს გახლდათ მუსიკის ისტორიის არაჩვეულებრივად განათლებული ადამიანი, მუსიკის ისტორიის სპეციალისტი და ძალიან მოწესრიგებული. და მას დაევალა პირველ მუსიკალურ სასწავლებელში წაეკითხა აი სწორედ ის ფოლკლორი, მუსიკალური ფოლკლორი, ასეთი საგანი იყო მაშინ. მაგრამ იმდენად კარგად და იმდენად სრულყოფილად წაგვიკითხა ამ ქალბატონმა ეს საგანი, რომ აი არც მეტი და არც ნაკლები, აი იქ მოვიწამლე, აი ამ საგნით. და მივხვდი, რომ ეს არის ჩემი ძალიან სასურველი საქმე. მაინტერესებს, დიდი ინტერესი გამიჩნდა. და მე როცა კონსერვატორიაში დავიწყე სწავლა, ჩემი ხელმძღვანელი გახდათ მინდია ჟორდანია, რომელიც დღემდე ჩემთვის რჩება პედაგოგის ეტალონად. ეს იყო ადამიანი, რომელსაც აი უკიდეგანოდ უყვარდა თავისი საქმე და ძალიან უყვარდა სწავლების პროცესი. ის ადამიანი იყო დაბადებული პედაგოგად. ძალიან ადრე გარდაიცვალა ბატონი მინდია, მაგრამ აი 59 წლის ასაკში, მაგრამ დატოვა უზარმაზარი სკოლა. და იცით რა, არ იყო ის მხოლოდ თქვათ აი ესე ჩაჭიჭინებული მხოლოდ ერთ დარგს. ის კარგ ხანს, აი წლების განმავლობაში ახალგაზრდობიდანვე მოიპოვა საუკეთესო სოლფეჯისტის სახელი, ანუ სოლფეჯიოს პედაგოგი იყო, უებრო, არც მეტი და არც ნაკლები, მე არ მეშინია ამ სიტყვებისთვის და გაზარდა უამრავი მოსწავლე, რომელსაც არამხოლოდ გაუადვილა ეს ურთულესი საგანი, ესე ითვლებოდა ყოველ შემთხვევაში მაშინ, არამედ შეაყვარა და სულ სხვა თვალით დაანახა ყველაფერი. ეხლა ამ ყველაფრის გარდა მინდია ჟორდანია იყო ძალიან ცნობილი და ძალიან ნიჭიერი მკვლევარი, ქართული ხალხური სიმღერის შემგროვებელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ექსპედიცია აქვს მოსწრებული აი თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე და გარდა ამისა გამოკვლეული ძალიან საინტერესო კვლევები დაგვიტოვა ბატონმა მინდიამ. და აი ხვდა მართლა რაღაცა ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ მე მოვხვდი მის ჯგუფში. და ეს იყო ისეთი სკოლა, მე მისი ის ყველა მეთოდი მე გამოვიყენე ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობაში, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ პედაგოგობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კვლევა. და ეს ისეთი დიდი სიხარული იყო, აი მე მახსოვს, ისეთი დიდი სიხარული იყო მასთან გაკვეთილზე შესვლა, რომ ანუ აი რა გითხრათ, სულ ყველას გვიხარო და მარტო მე კი არა მარტო, ყველა მის მოსწავლეს. და აი მახსოვს კიდე შემიძლია გავიხსენო ბატონი მინდიას გაკვეთილები, არასოდეს მინდია ჟორდანია საათისთვის არ დაუხედავს, რომ აი ახლა შენი დრო გავიდა და წადი სახლში. არა. სადამდე საჭირო იყო, მანამდე უნდა მჯდარიყო მოსწავლესთან. და იცით რა მახსოვს? აი ხანდახან მარტო იმას კი არ გვასწავლიდა, ვთქვათ, მუსიკის კვლევის თავისებურებებს. არა, მახსოვს ერთხელ
დამხვდა გაკვეთილზე მისულს აღფრთოვანებული, რომ მას წაუკითხავს რაღაც ახალი ლექსი, რომელიც ეკუთვნოდა შოთა ნიშნიანიძეს. ვერ წარმოიდგენთ, ზუსტად 6 საათი ვისხედით და მინდა მასწავლებელი როგორ გითხრათ, აი ბგერებითაც კი განიხილავდა აი ამ ლექსს და ისეთი წამოვედი ამ გაკვეთილიდან, ეს ჩემთვის გაუვიწყარი გაკვეთილი იყო. მოკლედ, აი ესეთი ადამიანების წყალობით მე ავირჩიე ეს საგანი. და რა თქმა უნდა, სწავლის პროცესი იყო უაღრესად საინტერესო, იმიტომ რომ გარდა იმ არსებული თეორიებისა, მაშინ მოგეხსენებათ ეს იყო საბჭოთა ეპოქა, როცა ჩვენ ჩაკეტილი გვქონდა ურთიერთობა უცხოეთთან, ამიტომ სწავლობდით რუსული თეორიების ქარცეცხლით მოცულები, იმიტომ რომ დოგმების უბრალოდ ესე უნდა ყოფილიყო და სხვა არანაირად, ხო? ხო, ხოლო და ეს დოგმების, დიახ, დოგმების და ეს არც კი ვიცოდით თუ არსებობდა კიდე სხვა რამ აზრი, აი ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ. ოღონდ აი მინდია ჟორდანიას კიდევ ერთი ძალიან დადებითი თვისება გახდათ ის, რომ ის იყო ძალიან კრიტიკულად დამოკიდებული ყველა იმ თეორიის მიმართ, რომელიც არსებობდა და ყველაფერზე მას გააჩნდა თავისი აზრი და ჩვენც გვასწავლიდა აი სწორედ ასეთ კრიტიკულ მიდგომას ყველა საკითხისადმი. და ყველაზე ესეთი როგორ გითხრათ, აი დღემდე როცა ვიხსენებს ესეთი სითბო ჩამეღრება ხოლმე. ეს იყო ჩვენი ექსპედიციები, რომელსაც აი რა გითხრათ, ფასი არ გააჩნია ბავშვის სტუდენტის ჩამოყალიბებაში. მეცნიერისა. თქვენ ეს კარგად იცით, იმიტომ რომ თქვენ გამოცდილი გაქვთ ეს ყველაფერი და ფაქტიურად მთელი საქართველო მოვიარეთ და შევხვდით უაღრესად საინტერესო, უაღრესად ბრძენ, ძალიან ბევრი მცოდნე ადამიანებს, იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა ეს ძველი თაობის შემდგომი თაობა და ზეპირსიტყვიერებით გადმოდიოდა, ანუ ზეპირის სწავლებით გადადიოდა ერთი თაობა მეორე თაობას ასწავლიდა. ეს აი სხვათა შორის ზურაბ კიკნაძე, რომელიც იყო ზეპირსიტყვიერების არაჩვეულებრივი მკვლევარი და ცნობილი მთარგმნელი გილგამეშის, ხო, ცნობილია და ზურაბ კიკნაძე ამბობდა, რომ ეს რა ქვია, ეს დაუწერელი ხელოვნებაა. ანუ ფოლკლორი ეს გახლავთ დაუწერელი ხელოვნება. ეს გადაეცემა თაობიდან თაობას და ერთ-ერთი ფოლკლორის მთავარი მახასიათებელი სწორედ მისი ბევრ ვარიანტულობაა, რასაც სწორედ აი ეს ზეპირი გადაცემა იწვევს. მოკლედ, ეს ექსპედიციები ჩვენთვის იყო სკოლაც, სახლიც, ეს იყო ადამიანობის, პროფესიონალის, ურთიერთობების, ადამიანური ურთიერთობების, ყველაფრის უზარმაზარი სკოლა. და მართლაც იცით, მე რამდენიც არ უნდა თეორია წაიკითხო და რამდენი წიგნიც გინდა გადაშალო, ამას ვერ შეგიცვლის ვერანაირად ის არაჩვეულებრივი გამოცდილება. ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობა, ამის მატარებლებთან. დიახ, და რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენი მიმართულება იყო სწორედ მუსიკალური ფოლკლორის ჩაწერა. ამიტომაც აი ისეთ ადამიანებთან მივდიოდით, რომელთაც ეს, ასე ვთქვათ, ტრადიციულად მოსდგამდათ. ზოგს საოჯახო ტრადიცია ჰქონდა ესეთი მომღერლების, ზოგს მაგალითად ერთი მიყვებოდა, რომ წისქვილში ფქავდა კაცი, გურიაში ხდებოდა ესა და თავისთვის ღიღინებდა და მე მივდიოდიო და ჩუმად ვუსმენდიო და ასე ვისწავლე მისგან სიმღერაო. მოკლედ, ბევრი რამ შეიძლება, რა თქმა უნდა, გავიხსენოთ ამაზე, მაგრამ ახლა ისიც რა, მე რო ვიწყებ ექსპედიციებზე საუბარს, მე ზომა წონა მავიწყდება.
დროის შეგრძნებას იმიტომ რომ იქედან გაქვთ ძალიან იცით რა, დღემდე იქ ვცხოვრობ მე მგონი. ეს არის რაღაც წარმოუდგენელი სიხარული, ბედნიერება, რაღაც აი სისავსე შეიგრძნობ ადამიანი რომ ცოცხალი ხარ. აი ეს არის ექსპედიცია. ამიტომ დღეს მაგალითად ეს ფუფუნება არ აქვს დღევანდელ სტუდენტებს, რაც ილიას უნივერსიტეტში კიდე რაღაც აი ბიოლოგებს იმათ აქვთ, მაგრამ ესეთი მასიური ხასიათი რა თქმა უნდა არ აქვს, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირიჯდება და დიახ, ძვირიჯდება, რა თქმა უნდა და თვეობით ვიყავით ხოლმე. ხო და ეს ძალიან ბევრს გაძლევს, რა თქმა უნდა. ეხლა ძალიან რო არ გავება და გავერთო ამ ექსპედიციების მოგონებებით, ვისაუბროთ იმაზე, რაზედაც ჩვენ შევთანხმდით და რისთვისაც თქვენ მე მომიწვიეთ. რით დავიწყოთ? მითხარით. იცით რა, ხო, აი დავიწყოთ იქიდან, რომ ქართული ხალხური სიმღერა ეს არის ჩვენი უზარმაზარი სიმდიდრე და ძალიან საამაყო მოვლენა, რომელიც დღესდღეობით ძალიან ცნობილია მთელ მსოფლიოში. აი მუზეუმში მუშაობ, მოგეხსენებათ და კვირა არ გავარო, არ მოვიდეს ვიღაცა უცხოელი და არ გთხოვოს ან ქართული სიმღერის ნოტები, ან ქართული გალობის ნოტები, ან რომელიმე საკრავის ისტორია. ერთი სიტყვით ძალიან პოპულარულია და თუ გადავხედავთ კიდე დღევანდელობას, იმდენმა უცხოელმა შეისწავლა ქართული ხალხური სიმღერა და ისეთი დაინტერესებულები არიან, რომ აი პირდაპირ ხანდახან მიკვირს, რომ მერტო ჩემო, ქართველები ესე არ არიან დაინტერესებული. ეთყობა ის რაც შენია, არც ისე ძალიან გაინტერესებს თუ არ ვიცი რა დავარქვა ამას და ის უცხოელები ამით საოცრად დაინტერესებული არიან და ძალიან ბევრი ადამიანი დღეს რა ვიცი, ალბათ გამიჭირდება იმდენად დიდია ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლების ჩამოთვლა უამრავ ქვეყანაში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, როგორც ევროპაში, ასევე თქვენ წარმოიდგინეთ აზიაშიც კი, რომ გამიჭირდება ალბათ ახლა ამ ყველაფრის ჩამოთვლა. ხო, იაპონელები და კორეელები ვაჟკაცობენ მაგ მხრივ ძალიან და არა მხოლოდ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა თურქებიც დაინტერესდნენ. ხო და ისე რომ ძალიან ასე ვთქვათ პოპულარული მოვლენა გახდა ქართული ხალხური სიმღერა და ახლა რამ გამოიწვია ესეთი დაინტერესება? აი მოდი აქედან დავიწყოთ, მე ვფიქრობ საუბარი. რამ გამოიწვია და აი ამ ქართული ხალხური სიმღერის ბუნება. და რა ბუნება გააჩნია სიმღერას? ეს გახლავთ მრავალხმიანობა. ეხლა მრავალხმიანობა არ არის მხოლოდ ქართველების მოგონილი და ქართველების განსაკუთრებულობა, არა, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა გახლავთ მრავალხმიანი კულტურის მქონე ქვეყანა. კორსიკაზე მაგალითად კორსიკელები, სარდინიელები, ბასკები, უამრავი ხალხია, ვინც ჩრდილო საფრანგეთში სხვათა შორის არის მრავალხმიანობა შემორჩენილი. აფრიკულ ტომებში არის. ბურგან არის, რა თქმა უნდა, ძალიან შორს წაგვიყვანს მათი ჩამოთვლა. მაგრამ იცით რა, ხო, და ოღონდ ერთი ეს ფაქტი მინდა გავიხსენო, იყო ესეთი ძალიან ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი ალან ლომარქსი, რომელიც თავის დროზე ითვლებოდა მსოფლიოში აი ამ დარგის ყველაზე ძალიან დიდ ავტორიტეტად. სწორედ ალან ლომარქსის არჩევანი გახლდათ ის ჩაკრულო, რომელიც გაგზავნილი იყო აი თანამგზავრზე კაფსულით, ხო? რომელიც უკვე გაცდა მზის სისტემას დიდი ხანია. დიახ, გაცდა მზის სისტემას, დიახ. ხო და აი სწორედ ალან ლომარკს აქვს ესეთი გამონათქვამი, რომ საქართველო არის პოლიფონიური მსოფლიოს დედაქალაქიო. წარმოიდგინეთ, ესე იგი, ეს იყო ის ადამიანი, ვინც ვაშინგტონში შექმნა კონგრესის ბიბლიოთეკაში მსოფლიო ხალხური მუსიკის მუზეუმი. და აი იქ
საოცრად ისეთი განათლებული ადამიანი იყო, გარდაიცვალა სულ რამდენიმე წლის წინ და ეს უზარმაზარი რამ დაუტოვა მთელს კაცობრიობას, იმიტომ რომ ეგეც ეს არა ქვია, სრულყოფილება ძალიან ძნელად წარმოსადგენია შეხვა მუზეუმში და რომელი ქვეყნის რა ტიპის სიმღერაც გინდა, შეგიძლია მოისმინო და მოიპოვა მის შესახებ ინფორმაცია. ხო და ის სწორედ ალან ლომაქსმა ასეთი შეფასება მიცა ქართულ პოლიფონიას, რომ საქართველო არის მსოფლიოს პოლიფონიური მსოფლიოს დედაქალაქი. ეხლა არსებობენ კიდე ინსტრუმენტული კულტურები, სადაც პოლიფონიური სიმღერა არ არის გავრცელებული, მაგრამ იმათ თავიანთი ძველი ტრადიციები და კულტურა აქვს. ეხლა ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველო არასოდეს არ იყო საკრავზე დამოკიდებული ერი. ეს ძალიან კარგად უნდა გაითავისოს ყველა ქართველმა და ის რომ ძალიან ბევრ დედას გონია დღეს რომ შვილს წავიყვან და ფანდურზე დაკვრას ვასწავლიან და ჩონგურზე, ეს არაფერს არ ნიშნავს თუ ბავშვმა არის სწავლა ჯერ პოლიფონიის საფუძვლები. და რა არის პოლიფონიური მღერის საფუძველი? ეს არის ბანი, რომელიც არაჩვეულებრივად გამოიკვლია ჩვენმა უდიდესმა სულნათმა მეცნიერმა ივანე ჯავახიშვილმა. მას გამოცემულია წიგნი ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, სადაც გამოკვლეული აქვს ძალიან ბევრი საკითხი ქართული მუსიკის შესახებ და მათ შორის ბანის საკითხი, რომ შებანება ქართველებისთვის იყო ჩვენი არც მეტი და არც ნაკლები იდენტობის ტოლფასი. აი ჩვენი იდენტობის განსაზღვრაც შესაძლებელი არის დღემდე ბანით მეშვეობით. იმდენად მნიშვნელოვანია ქართველებისთვის ბანით მღერა. და ეხლა ეს დამოკიდებულება ძველად ასე იყო, ხო, სწორია, მაგრამ ეხლა ძალიან შეცვლილია. იმდენად შეცვლილია, რომ დღეს მართალია ძალიან გული მტკივა ამას რომ ამბობ, მაგრამ სიმართლეა და უნდა ვთქვათ და შევხედოთ სიმართლეს თვალებში. დღეს გავხდით საკრავზე დამოკიდებული ერი. იმიტომ რომ ქართველისთვის აი საკრავი არის მუსიკასთან ზიარება. იმ დროს როცა ისტორიაში ასე არ იყო. ჩვენი მუსიკის ისტორიაში ძალიან ნათლად გამოიკვეთება ის მომენტი, როცა ქართველისთვის საკრავი იყო ჯერერთი მუსიცირების დროს დამხმარე საშუალება და მეორე ყველა საკრავს გააჩნდა თავისი სოციალური ფუნქცია. სოციალურ ფუნქციაში რას ვგულისხმობთ ახლა? ეს არის საკრავის გამოყენება ხალხის მიერ ყოფაში. და ჩვენი მუზეუმის შესანიშნავი სხვათა გამოგიგზავნით იმას ფოტოს და შეგიძლიათ მე აჩვენოთ, ხო? ეს შესანიშნავი მაგალითია აი ამისი, იმიტომ რომ ჩვენს მუზეუმში თავმოყრილია უამრავი საკრავი, ყველა უпростоრად ის საკრავი, რომელიც საქართველოში ტრადიციულად არსებობდა უძველესი დროიდან დღევანდლამდე და გვაქვს კიდე მიგრირებული საკრავები, ანუ მიგრაცია არ არის მხოლოდ ადამიანებისთვისება, კულტურასაც აქვს მიგრაციის უნარი, ასე ვთქვათ და საქართველოში ბევრი საკრავი თუ გადავხედავთ წყაროებს, მივხვდებით, რომ იმდენი საკრავი იყო შემოტანილი საქართველოში, რომლის ხსენებაც კი დღეს არავის შეუძლია, უბრალოდ დავიწყებულია. რატომ? იმიტომ რომ ქართველებს არაჩვეულებრივი თვისება ჰქონდა. ჰქონდა ერთგვარი ცნობიერების საცერი. ანუ ისინი აი ამ საცერში გაატარებდნენ ყველა იმ სიახლეს, რომელიც კულტურის თვალსაზრისით შემოდიოდა. ფილტრი იყო ერთგვარი, ხო? ფილტრი იყო ერთგვარი, დიახ, ეს იყო ფილტრი, დიახ. და რაღაცა რაც მათთვის მისაღები იყო რჩებოდა და რაც არ იყო აი ამისი არაჩვეულებრივი მაგალითიც გვაქვს ჩვენს მუზეუმში სანთური
რომელიც მე-18 საუკუნის შემდეგ აღარ მოიხსენიება საერთოდ არც ერთ წყაროში. არც გამიგია მართალი გითხრათ რა. სამთური ეს გახლავთ. სიმებიანი ალბათ რა. სიმებიანი საკრავი ძალიან ძნელია გაარკვიოს სადაური წარმოშობისა, იმიტომ რომ ეს აქვთ სპარსელებსაც, არაბებსაც, ინდოელებსაც, აღმოსავლურია ყოველ შემთხვევაში. აღმოსავლური საკრავია, დიახ, ოღონდ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ბიზანტიაში ამ საკრავზე ასრულებდნენ, ანუ მღეროდნენ ამ საკრავის თანხლებით დავითის ფსალმუნებს. ამიტომ ფსალტირიონიც ქვია, კანონაკიც ქვია, იმიტომ რომ კანონებს მღეროდნენ. და როგორც ჩანს საქართველოში იყო, ხო, იყო. იმიტომ რომ ხდება ეს ერთი სამყაროა და იმიტომ ხო ეს დიახ. მაშინ ქრისტიანულ სამყარო აქ მხარეს ერთიანი იყო ფაქტიურად. ხო, მაგრამ აი მე უკვე აღარ ჩნდება და საინტერესოა რომ ეხლა საქართველოში მცხოვრებმა თურქულ ენოვანმა მოსახლეობამ ეს საკრავი შემოინახა. იმიტომ რომ მისი წარმოშობა აღმოსავლურია. და ამდენად ეს ჩვენ გაგვიუწყლდა ეს საკრავი. ანუ ბევრი მაგალითი შეგვიძლია ასეთი მოვიტანოთ, თქვათ ისტორიიდან. ელემენტარულად ვეფხის ტყაოსანში საოცარი რამ ხდება. დასახელებული არის 12 მუსიკალური საკრავი. მაგრამ იმათგან ერთადერთი საკრავია ჩვენთვის ნაცნობი. ნუ შეიძლება თქვათ ერქვა დოლს. დასარტყამ საკრავს და მეორე არის ჩანგი. დანარჩენი არც ერთი საკრავი ჩვენთვის ნაცნობი აღარ არის. ეხლა საინტერესო ის არის რომ შოთა რუსთაველს ვეფხის ტყაოსანში აღწერილი ყავს მაღალი წრეები, საზოგადოებრივი, დიახ, ელიტა ასე ვთქვათ და ისინი ამ საკრავებს მოიხმარდნენ და ჩვენ არ შეგვიძლია ახლა ამის მიხედვით ვიმსჯელოთ თქვათ ხალხში რა საკრავები იყო გავრცელებული. მაგრამ სხვა წყაროები არსებობს, რომლითაც ვიგებთ, რომ საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა ჩასაბერებით, დასარტყამებით, სიმებიანებით. ოღონდ ყველა ამ საკრავს გააჩნდა თავისი ფუნქცია. მაგალითად, სალამური, ახლა სალამური გვაქვს, ძალიან ამაყები უნდა ვიყოთ ქართველები იმ მონაპოვრით, რომელიც გააკეთა 1937 წელს მცხეთასთან იპონეს 9 წლის ბიჭის სამარხი. ზოგი მეცნიერი ამბობს 16-17 წლის უნდა ყოფილიყო, ზოგი ამბობს 9 წლისო, მოკლედ ამას არ აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა ეხლა ჩვენთვის. თავარი ის არის, რომ აი ამ სამარხში ძალიან ბევრ საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად ნაპოვნი იყო კიდევ გედის ძვლის უენო სალამური. და აი ამ გედის ძვლის სალამურს აქვს გასაოცარი ისტორია. იმ თვალსაზრისით, რომ რა თქმა უნდა, ეს დათარიღებულია მეცნიერების მიერ ძველი წელთაღრიცხვის მე-17-მე-15 საუკუნეებით, მაგრამ ის რაც მერე ჩვენმა კოლეგებმა აღმოაჩინეს და იპოვეს ამ საკრავზე, ეს გახლავთ ალბათ სულ ცოტა 20,000 წელი უნდა დასჭირვებოდა მის ჩამოყალიბებას. იმიტომ რომ ამ სალამურს გააჩნია 3 სახმო თვალი. ანუ შესაძლებელია მასზე დაკვრა. იმის გამო რომ ის ორიგინალი, რომელიც არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, ძალიან დაზიანებულია და მისი ხელში აღება შეუძლებელია და ინახება ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში. ჩვენ დავამზადებინეთ სპეციალურად ზუსტად იგივე ზომის, იგივე ფორმის, ზუსტად სრული ასლი. რომლითაც შესაძლებელი გახდა მისი ხელში აღება და მასში ჩაბერვა. იმიტომ რომ რადგან 3 სახმო თვალი გააჩნია, ეს იმას ნიშნავს, რომ მასზე ჟღერს ბგერები და მოხდა სასწაული. ეს აღმოაჩინეს ჩვენმა ძალიან ცნობილმა ეთნომუსიკოლოგებმა მალხაზ ერქვანიძემ თავდაპირველად მან მიაქცია ყურადღება და
მისმა მოსწავლეებმა. მაგრამ თავარი ის არის, რომ ეს სალამური იტევს თავის თავში მთელ ქართულ მუსიკალურ სისტემას. ეს რაღაც ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი პირველი პოზიცია, რომელიც პირთან მიტანისას გაქვს, ანუ დახრილობა გაძლევს ერთ გარკვეულ სიმაღლეს. მერე თუ ოდნავ კიდე შეუცვლი ამ პირთან დახრილობის კუთხეს, გაძლევს სხვა სიმაღლეს. მერე კიდე ფაქტიურად გამოდის, რომ ამ სალამურზე ფიქსირებულია მთელი ქართული მუსიკალური სისტემა. და აი ამით ვართ ძალიან ამაყები, რა თქმა უნდა, და უნდა იყოს ყოველი ქართველი ამით ძალიან უნდა ამაყობდეს, იმიტომ რომ ეს არის საოცრება. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ აი ეს საკრავი ნაპოვნი იყო სამარხში, რომელსაც დიდმა ივანე ჯავახიშვილმა უწოდა მწყემსი ბიჭის სალამური. რატო? იმიტომ, რომ ივანე ჯავახიშვილის ერუდიციაზე ცოტა სირცხვილიც კია ლაპარაკი, ძალიან კარგად იცოდა, რომ მთელ მსოფლიოში სალამური არის მწყემსების საკრავი. და რატომ მაინცა და მაინც მწყემსებმა ამოირჩიეს და ამოიჩემეს ეს სალამური? არ შეიძლებოდა სხვა საკრავი ეხმარათ? რა თქმა უნდა შეიძლებოდა. და აი ნახეთ რა მოხდა. ამოჩნდა, რომ სალამური არ არის გასართობის საშუალება. მწყემსებს ის მწყემსობისას მთაში არ მიაქვთ გასართობა მხოლოდ. ეს არის ცხოველებთან საურთიერთობო საშუალება. და კიდევ უფრო მეტიც, აი ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, როცა მწყემსებთან ბევრი მაქვს ნამუშევარი და ერთ-ერთმა მწყემსმა ეს გაიხსენა, რომ აიო ძველათო ესე ვიყენებდითო, სალამური ორგვარი გვაქვს ჩვენ ქართველებს, ერთი არის ენიანი, მეორე არის უენო. ენიანი სალამური ბევრად უფრო წკრიალ ახმებს გამოსცემს, იმიტომ რომ აი სალამურის ღრუში ჩადებულია პატარა მართლა ცხისგან გამოთლილი ენასავით და გამოსცემს შესანიშნავ ხმას და უენო სალამური ამას არ გამოსცემს. ესეთ წკრიალ ხმას არ გამოსცემს. ანუ ეს ენა ვიბრირებს ალბათ, ხო? თუ რატო? არა, როგორც ფილტრი ისე ასუფთავებს ბგერას, წმენს, წინაღობას უქმნის იმ ბგერას, რომელიც შედის. რომელი უფრო ადრინდელია? საერთოდ ითვლება, რომ უენო სალამური უფრო ძველი უნდა იყოს, ვიდრე ენიანი. მაგრამ ნახეთ რა მithქვეს ამ მწყემსებმა, რომ ენიანი სალამური ყოფილა თურმე ძროხების სამწყემსავი. უენო სალამური ცხროების სამწყემსავი. კიდევ ქართველებს ქონიათ თიხის სალამური, რომელიც ღორების სამწყემსავად გამოიყენებოდა. ნახეთ რა საინტერესო რაღაცა მიგნება აქვთ ახლა ამ მწყემსებს ამ ტონალობების მიხედვით არის ნეტას? ბგერებზე არ მარტო ტონალობა კი არ არის აქ, ბგერის ტემბრია. ანუ რაღაც სავსე ბგერი, წკრიალა ბგერა უფრო კარგად ესმის ძროხას, ცოტა უფრო ჭუჭყიანი უფრო კარგად ესმის ცხვარს და ღორს თურმე ნოიტყვით, ეს თქვენ ალბათ კარგად იცით უფრო, ძალიან სქელი სასმენი მემბრანა ქონია ყურში. და ძნელად აღწევს მის ყურში ბგერებიო და ამიტომ თიხის სალამური მოიგონესო, იმიტომ რომ აი ეს სტვენავ ხმას გამოსცემს მჭახე ბგერებს და აი ასე აგებინებდნენ ღორებს. ანუ ეს იყო ურთიერთობის საშუალება. ეხლა უტილიტარული დანიშნულება. უტილიტარული დანიშნულება გააჩნდა და ეხლა მოდი ეს რომ განვაზოგადოთ. ანუ ეს იყო წემსებისთვის სამუშაო იარაღი. იმიტომ რომ ნახეთ, აი სწორედ ჩემი მასწავლებლების თაობას წემსებთან ჩაწერილი აქვთ ცხოველების გასაფანტი მელოდია, ცხოველების შესაკრები მელოდია და კიდევ როცა ძალიან ცუდი ამინდი იყო და საშიში იყო ცხოველების ბაგიდან გარეთ გაშვება, ისინი ისხდნენ და უკრავდნენ და ყველა ისა რა ქვია ცხოველი უსმენდა ამას, ანუ ფეხს არ იცვლიდა და ისმენდა ამ მუსიკას და ამიტომაც ესე ქვია იმ მელოდიას ცხოველების გასაჩერებელი მელოდია. და ანუ ნახეთ აი ფუნქციის მიხედვით არის მელოდიები დასახელებული. ეს შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ თუ უნდა გადენო და წაიყვანო საძოვარზე, თქვათ
ამას იგებს ცხოველის ყური და როცა შინ უნდა დაბრუნდეს, ამასაც იგებს. აი ესეთი საიდუმლოს ინახავდნენ თურმე მწყემსები და აღმოჩნდა, რომ საერთოდაც მწყემსები ძალიან ბევრ საიდუმლოს ინახავენ და ძალიან საინტერესოა მათი დამოკიდებულება სწორედ აი ბგერებისა და ცხოველების ურთიერთობაზე. ეხლა მეორე მას გავიგეთ, რომ სამაგური ყოფილა თურმე სამუშაო იარაღი. ეხლა ჩვენ ვიცით ძალიან კარგად ცნობილია, რომ საქართველოში ადამიანებს მუსიკით კურნავდნენ. მაგალითად, ბავშვებს როცა შეეკრებოდათ, ასე ვთქვათ, ინფექციური დაავადებები, ბატონებს ვეწარით, ხო, ბატონები. ამას ყველგან, ყველა კუთხეში კურნავდნენ მუსიკით. ზოგან საკრავით, ზოგან უსაკრავით. მაგრამ ნახეთ, ესეთი სრულყოფილი ნიმუშები, რომელიც გვაქვს ამ სიმღერებისა შემორჩენილი, აქ ლაპარაკი არის საკრავისა და სიმღერის ურთიერთობაზე. ანუ საკრავი ერთგვარი თანხლება ამ სიმღერისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერები ძირითადად სამხმიანია, მაინც საკრავით სრულდება. დიახ, თანხლება ახვალს, ანუ საკრავის. რატომ? იმიტომ რომ აი ეგ მერე ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები ვიპოვნე აი ამ ბგერებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, აი ძველ ქართველებს ეს ცოდნა, ძალიან ცოტა ოდენიღა გვაქვს დარჩენილი. იმ ცოდნის ძალიან მცირე ნაწილი, რაც ჰქონდათ მუსიკის ირგვლივ და ბგერების ირგვლივ, იმიტომ რომ ბგერებს იყენებდნენ სხვა და კიდე ბევრი საშუალებისთვის. აი, ხო გეტყვით. და ეს იყო სამკურნალო. ეხლა გაკეთებულია სხვათა შორის ექსპერიმენტი, ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა ქეთევან დადიანი, რომელმაც ბევრი წლის წინ მოისურვა, რომ გაეკეთებინა ექსპერიმენტი და მართლაც აი ავადმყოფ ადამიანებს მოასმენინეს ეს სიმღერები და ყველა შემთხვევაში ამ სიმღერამ გასაოცარი რელაქსაცია გამოიწვია ამ ავადმყოფ. რაც მთავარი არის, აი ამ ბავშვებში განსაკუთრებით რო ამბობენ, რომ აი ფარდებს აფარებენ, სიჩუმე უნდა იყოს, არ უნდა იცუბო. რიტუალია. ნერვულ სისტემაზე ძალიან ნერვული სისტემაც არის ჩათრეული ამ დროს, ამ ვირუსული დაავადებების და ბაქტერიულისაც დროს და რაც უფრო მშვიდად არის ადამიანი, მშვიდად ყავს, მით უფრო გამოჯამთელების პროცესი იმუნიტეტის ჩართულობით მიდის უფრო სწრაფად. აი ეს ცოდნა გქონდათ, ეხლა ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ ფარდა უნდა ჩამოაფარო, წითლები დაკიდო, რაღაცები გააკეთო, ხო და რატომ არა და მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ ჩვენ ცოდნა გქონდა და ნუ სიმღერა ხო საერთოდ ჩემთვის მკურნალია მაგალითად. ჩემ ეს უყურზე მიკეთია და ჩემი ნერვებისთვის ეს არის საუკეთესო ისა და როცა ნერვი გაქვს მშვიდმდგომარეობაში, დანარჩენი ორგანიზმიც მშვიდად არის, ასე რომ ხო, ცოტა გრძელი გამომივიდა, მაგრამ არა, კარგი, რა თქმა უნდა, აუცილებელია. ხო და ნახეთ ახლა აი ეს სამკურნალო სიმღერები, როგორც ჩანს, გარდა იმისა, რომ რელაქსაციას იწვევდა ავადმყოფებში, მას ჰქონდა კიდე რაღაც ის საკრალური თვისებები. და ხო, აი ახლა ეს თქვენ კარგად გაიხსენეთ ის, რომ იმ სახლში, სადაც ავადმყოფი იყო ინფექციური დაავადებით, იქ არ შეიძლებოდა ცეცხლის ანთებაც კი, იმიტომ რომ კვამლი მოქმედებსო. საჭმელს იმ სახლში არ გააკეთებდნენ, იმიტომ რომ საჭმლის სუნი გააღიზიანებსო. ანუ ამ ყველაფერს ითვალისწინებდნენ, რა თქმა უნდა და ეს ყველა მიცოდა და მეზობლები აწვდიდნენ საჭმელს აი ამ ოჯახს, სადაც ეს ავადმყოფი ბავშვი იყო. ეხლა გარდა მაგისა, ცნობები გაგვაჩნია, რომ ხო სიმებიან საკრავებს თავისი ფუნქცია ჰქონდა. მაგალითად, ჭიანური არაჩვეულებრივად ძველი საკრავია, ერთ-ერთი უძველესი და მარტო ქართველებს არა აქვთ ეს საკრავი, ბევრ ქვეყანაში შეხვდებათ. ოღონდ აი ქართველების ჭიანურის თავისებურება ის იყო, რომ ორი სიმი ჰქონდა, მეტი არა. რატომ არ ჰქონდა ორი სიმი? იმიტომ რომ არ ჭირდებოდა. და ახლა ეს რისთვის გამოიყენებოდა? ეს იყო განსაკუთრებული
საკრავი ფაქტიურად ეს იყო 80-იანი წლები, როცა ვიყავით თუშეთში და შევხვდით ერთ გასაოცარ მეჭიანურეს. იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ, რომ ჭიანური არ იყო მხოლოდ დღესდღეობით შემონახულია მხოლოდ სვანეთში ჭუნირის სახელით და სხვათა შორის რაჭაში ეს ჭიანური ახალგაზრდა ჩვენმა კოლეგამ თორნიკეს ხიერელმა აღადგინა, იმიტომ რომ იქაც დაკარგული იყო. და მთელ საქართველოში ყოფილა ეს საკრავი გავრცელებული, იმიტომ რომ აი ეს ბევრი რაიონის მუზეუმში მე საკრავი მინახავს და მაგალითად ვიცით, რომ ეს ხევსურებსაც ჰქონდათ, ფშავლებსაც ჰქონდათ. მოკლედ აღმოსავლეთ საქართველოს მთაშიც იყო გავრცელებული, ხა სათითაოდ ყველა რო არ ჩამოთვალო და დასავლეთში ხო იყო და იყო. ანუ ეხლა ეს საკრავი რატო ჭირდებოდა და რატო იყო ესეთი გავრცელებული? იმიტომ რომ ეს იყო სულებთან საურთიერთობო საკრავი. სულებთან ურთიერთობდნენ. ეხლა ეს სულებთან ურთიერთობა რას გულისხმობს? ბევრ რამეს ძალიან. მაგალითად დღემდე არის ზოგიერთ სოფელში შემონახული ესეთი რიტუალი, როცა ადამიანი გარდაიცვლებოდა სახლიდან შორს, ესე ითვლებოდა, რომ თუ მისი სული არ მოიყვანენ სხეულთან, ის იწვალებს და ვერ მოხვდება საიქიოში. ამიტომ აუცილებლად უნდა წავიდნენ და მოიყვანონ, ეძებონ ეს სული და მოიყვანონ. და ნახეთ, რა საოცარი რიტუალი კეთდებოდა ამისთვის. თამაშდებოდა შეიძლება ითქვას. ან მოყავდათ აუცილებლად მეჭიანურე. ერთ ადამიანს ხელში ეკავა დიდი ტომარა. იგულისხმებოდა, რომ აი ამ ტომარაში უნდა ჩამჯდარი იყოს სული. ერთ-ერთ გამყოლს ხელში ეკავა მამალი და მიდიოდნენ ჭიანურის დაკვრით. და ესეთი ეს არის დათქმა ჰქონდათ, რომ იმ ადგილას, სადაც მეჭიანურეს ჭუნირი ხელიდან გაუვარდება, ან და ჭუნირი აღარ დაუკრავს, ეს არის ნიშანი იმისა, რომ მიაგნეს სულს. ამ დროს გახსნიან ამ ტომრის თავს და დააკვრით საშუალებით დაუკრავენ. ან და ეს მამალის ფუნქციაც დაახლოებით იგივე იყო, რომ მამალი რო დაიყივლებდა, ეს ნიშნავდა, რომ სული იქ იყო. და ასე დააკვრით, მოყავდათ, მოკლედ სული. ზოგიერთ სოფელში კიდევ ახსოვთ ესეთი რიტუალები დღემდე, მაგალითად იმერეთშიც ახსოვთ, მეგრელებსაც ახსოვთ. ოღონდ სამეგრელოში საინტერესოა, რომ დღესდღეობით ჭიანური აღარ არსებობს. თუმცა სავარაუდოა, რომ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ჩაანაცვლა ეს ჩონგურმა. იგივე რიტუალს ასრულებენ, მაგრამ ჩონგურით. და ხა აფხაზებთან გვაქვს კიდე ძალიან საინტერესო ასეთივე ტიპის საკრავი, რომელიც საფიქრებელია, რომ თავის დროს იწოდებოდა აფხაზურ ჭიანურად, მაგრამ როცა აფსუები ჩამოსახლდნენ მე-17 საუკუნეში, მათ დაარქვეს აფხარცა. აი ამ საკრავს იქ იყენებდნენ წყალში დამხრჩვალი სულის გამოსაყვანად, ასე ვთქვათ. და გარდა ამისა, ცნობები გაგვაჩნია, რომ აი ძველ აფხაზეთში დააჭრილ მონადირეებს კურნავდნენ აი ამ ჭიანურზე დაკვრით. აფხაზეთში აი ასეთივე ორსიმიანი ჭიანურით კურნავდნენ დაჭრილ მონადირეებს. ჭიანურს უკვე მე აღარ მახსოვს, ახლა ხემი აქვს. კი, ხემიანი საკრავი. ხემიანია, ხო? ხემიანია. აი გააჭიანურეო, რომ აი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ესეთი ზუზუნა და გაჭიანურებული ხმა აქვს. კი, და ეს შემთხვევით არ არის ნათქვამი, რა თქმა უნდა. ხო, ჩანგი უნდა ვახსენოთ აუცილებლად. ჩანგი
სპარსული სიტყვაა სხვათა შორის და როგორც ჯავახიშვილის გამოკვლევით ვიცით, დაერქვა ამ საკრავს მე-10 საუკუნეში ეს სპარსული სახელი. სინამდვილეში ეს საკრავი ერთ-ერთი უძველესია. სხვათა შორის აი ალექსანდრე ყაზბეგის ეზოში, როცა ბარავდა თურმე ალექსანდრე ყაზბეგი ბარს ამოყვა ძალიან ბევრი თიხის ნამტვრევები. და ახლა ალექსანდრე ყაზბეგი საკმაოდ განსწავლული ადამიანი იყო და მიხვდა რომ რაღაცა ის შეიძლება იყოს იქ არქეოლოგიური მასალა და მოიწვია არქეოლოგები თავის ეზოში და კუფტინი ხელმძღვანელობდა აი ამ გათხრებს და ის განძი რომელიც ალექსანდრეს ყაზბეგის ეზოდან ამოიღეს იწოდება ყაზბეგის განძად და ჩვენს ისტორიის მუზეუმში ინახება. ოღონდ აი ამ მუზეუმში ესა ბოდიში აი ამ მასალაში ნაპოვნი იყო ითიფალური ქანდაკებები და ერთ-ერთ ქალის ქანდაკებას პატარა ზომის რომელიც ამირანაშვილი შალვა ამირანაშვილის ცნობით ესეთი ქანდაკებები ყოფილა კერის არა მხოლოდ სამშვენისები რაღაც დამცავი ფუნქციაც ჰქონია და ქალის ქანდაკებას ხელში უჭირავს აი ეს ჩანგი, რომელიც დათარიღებულია 5500 წლით ქრისტემდე. ანუ ძალიან ძველია. საკმაოდ ძველი საკრავია და სხვათა შორის ანალოგები გვაქვს მსოფლიოს მასშტაბითაც, იმიტომ რომ აი ჩანგის ესა ნახატი სპარსეთში, კედელზე ნახატი არის შემონახული, რომელიც ასევე 5000 წლით არის დათარიღებული. ანუ საკმაოდ ძველი საკრავია და ესეც ვიცით, რომ ეგვიპტელებსაც ჰქონდათ. ეხლა ეგვიპტელებსთან მერე უფრო დიდი გავრცელება ჰპოვა არფამ. არფის ოჯახია შეიძლება ითქვას ეს ჩანგიც. და მთავარი ისე რომ ამას ქართულად ერქვა მრავალძალი. სოფელია რაჭაში მრავალძალი და ტაძარი ცნობილია. და აი ამ საკრავსაც როგორც ჩანს ერქვა მრავალძალი. საერთოდ მრავალსიმიანი იყო, მე ასე მახსოვს, ხო, რაღაც ძალი ძველ ქართულად ნიშნავს სიმს. დიახ. ძველ ქართულად ძალი არის სიმის სახელი. და ამიტომ მრავალძალი, ყველაზე ბევრი სიმი რა თქმა უნდა ჩანგს ჰქონდა, ამიტომაც შეარქვეს მრავალძალი. ეხლა ძალიან საინტერესოა რომ როგორც ჩანს ეს საკრავი ამასაც თავისი დანიშნულება ჰქონდა და ეს გლოვის რიტუალებშიც გამოიყენებოდა, იმიტომ რომ ეს აი ამ საკრავზე დაუკრავდნენ და თან დაიტირებდნენ გარდაცვლილს და აი ჩვენი პრაქტიკიდან მახსოვს აი ძალიან ცნობილი ეთნომუსიკოლოგი ჩვენი თაობის ვარსკვლავი შეიძლება ითქვას სოსო ჟორდანიასთან ერთად ჩვენ გავხდით სვანეთში და ქვემო სვანეთიდან მივდიოდით ზემო სვანეთში. გზად უნდა გაგვევლო სასაფლაო და სასაფლაოსთან რომ მივედით ახლოს ძალიან უცნაური ხმები შემოგვეს, რაღაც ჩვენთვის ძალიან უცხო. და შევედით სასაფლაოზე და გავყევით აი ამ ხმას და მივედით და ძალიან გულსაკლავი სურათი დაგვთ და ქალს გარდაცვლია 17 წლის შვილი და იჯდა მიწაზე ეს ქალი ხელში ჩანგი იჭირა და დასტიროდა და თან უკრავდა ჩანგზე. ანუ ესეც აი ამ საკრავსაც ჰქონდა გლოვის ფუნქცია. და კიდე ბევრი სხვა რაღაცა შეიძლება გავიხსენოთ, მაგრამ იქნება ამაზე ცალკე ვისაუბროთ და კიდე ფანდური და ჩონგური. ეხლა ჩონგური ყველაზე ახალგაზრდა საკრავია სხვათა შორის საქართველოს ინსტრუმენტარიუმში. იმიტომ რომ მე-17 საუკუნეში მოუგონებიათ, ჩვენ ყავდა არაჩვეულებრივი ორგანოლოგია არის საკრავების შემსწავლელი მეცნიერება, ქალბატონი მანანა შილაკაძე, რომლის წიგნი ჩვენთვის არის ძალიან ესეთი სამაგიდო წიგნი დღემდე, იმიტომ რომ ვისაც აინტერესებს ქართული საკრავი, რა თქმა უნდა მანანა შილაკაძის
წიგნს ვერ აუვლის გვერდს. ხო, ჯერ ჩონგურზე ვსაუბრობდით. რომ ყველაზე შედარებით ახალგაზრდა საკრავია და მე 17 საუკუნეში მოუგონებიათ და მანანა შილაკაძე ასე ვარაუდობს, რომ როგორც ჩანს ფანდურის მსგავსად უნდა გაეკეთებინათ თავდაპირველად და უნდა ყოფილიყო სამსიმიანი და მერე მიუმატეს მეოთხე სიმიო. ეხლა ეს მეოთხე სიმი არის მოკლე ჩონგურის სიმი. შუა წელშია მიმაგრებული და სხვათა შორის დაკვრის დროს მასზე არ უკრავენ. ზილი ჰქვია აი ამ სიმს. და მისი დანიშნულება საოცარია. ეხლა თვითონ ჩონგურმაც გასაოცარი ბევრი ფუნქცია შეითვისა და ჩაანაცვლა როგორც ჭიანურით, მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩონგური იყო ის ერთადერთი და არის დღემდე ერთადერთი საკრავი, რომელზედაც ცნობილია 7 სხვადასხვა წყობა. ანუ როცა დაკვრას აპირებს ადამიანი, უნდა ააწყოს ინსტრუმენტი, იმიტომ რომ თუ სიმები მოშვებულია, არ გამოვა ხო მელოდია და აი ყველა საკრავს აქვს ერთი წყობა და ჩონგურს გააჩნდა თურმე ნუიტყვით და 7 წყობა. და იმისთვის რომ ეხლა ეს რაღაც ნიშნავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს სხვადასხვა წყობაში მღეროდნენ. ამიტომაც უნდა სწრაფად შეეცვალათ ეს წყობა და აი ეს სიმი ამ სიმის სიმაღლე არ იცვლებოდა, ეს იყო როგორც კამერტონი, ანუ ამ სიმს რომ მოისმენდნენ, ის მიანიშნებდა მერე რა ინტერვალით უნდა მოეძებნათ შემდეგი სიმი. ხო და ჩონგურმა ბევრი ფუნქცია შეითავსა. ეხლა ნახეთ, ეს იყო საალხინო საკრავიც, სალოცავი საკრავიც და კიდე იყო სამგლოვიარო საკრავიც. ანუ ბევრი რამ შეითავსა. და აი ახლა სულ ცოტა ხნის წინ მე მომიწია მეგრულ მუსიკალურ ფოლკლორზე სტატიის დაწერა და აი იმისთვის მე მჭირდებოდა ცოცხალი მაგალითები და მივაგენი ერთ ძალიან საინტერესო სიმპათიურ მუსიკის ხელოვნებას ცოდნეს წარმოშობით მეგრელს, რომელსაც არაჩვეულებრივი ბებია ჰყოლია. თურმე მისი ბებია აი ძალიან კარგი მეჩონგურე ყოფილა და ძალიან ცნობილი მეგრელებში. აფხაზეთთანაც ქონია ურთიერთობა და მას აი ეს ფუნქციაც შეუთავსებია, რომ დადიოდა მიცვალებულებზე და ჩონგურზე დაამღერებდა ხოლმე მიცვალებულის ცხოვრების ამსახველ ლექსებს. აი ეს ტრადიციაც სრულდებოდა, მაგალითად რაჭაში ცნობილია, რომ იგივე ტრადიცია სრულდებოდა გუდასტვირზე. მაშინ რა ქვია, სვანეთში, ჭუნირზე, როგორც ჩანს თუშეთშიც იცოდნენ, ანუ აღმოსავლეთ საქართველოშიც იცოდნენ ასე და აი ხო ნახეთ ეს ყველაფერი ერთად ანუ დატირება ხო ინსტრუმენტის თანხლებით. ხო, დატირების, ანუ დატირებას, როცა ვამბობთ, იქ ერთი ტირილი არ იგულისხმება. ეს არის მთელი ციკლი. ყველა საგლოველ რიტუალს აქვს თავისი დრამატურგია. და აი ამ დრამატურგიას თავისი მუსიკალური ნიმუშები გააჩნია. ისე კი არ არის თქვათ ეს სტიქიურად, არა. იქ არის ერთი, ასე ვთქვათ, გამრიგე, რომელიც განსაზღვრავს, ვინ როდის უნდა იტიროს და როდის რა უნდა გააკეთოს. და აი ეს საკრავიც, ანუ ჩონგური, როგორც ჩანს, ჩანაცვლდა, ჩონგურით ჩანაცვლდა უпростоრად ჭიანური, მაგრამ ჭიანურზე ეს ტრადიცია დადასტურებულია ნამდვილად. ეხლა ვნახოთ კიდე ჩონგურ ფანდური. ხო, ჩონგური ვთქვით, ფანდური. არის დასავლეთ საქართველოს. ეს არის დასავლეთ საქართველოს უსაყვარლესი საკრავი. სხვათა შორის აი ალბათ ღირს ამისი თქმა, რომ ეს ძალიან ცნობილი აკაკის ლექსი, რომ ჩონგური საქართველოს სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ეს არ იყო შემთხვევითი აკაკის, ასე ვთქვათ, ფანტაზიის ნაყოფი, არა. იმიტომ რომ აი ის რომ ჩონგურს 7 წყობა გააჩნდა და ჩონგურის სიმები
იმდენჯერ გადაეწყობოდნენ და შეეწყობოდნენ ერთმანეთს, რომ ხო, ძალიან ბევრი გამოდიოდა უკვე 7-ის და ამის კომბინაცია. ამიტომაც აკაკისთვის ეს იყო სასურველი ქართველებისთვის, რომ ერთი მათგანის რომ გაწყდეს, მაშინვე უნდა შველაო და ასევე ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ, ყველა ხო ასეთის საოცარი სიმღერად გადაიქცა მე ეს ლექსი, ხო, დღეს მღერიან ამ სიმღერას. და ამიტომ ეს არ იყო შემთხვევით, იმიტომ რომ აი ჩონგურის სიმების წყობა იყო ნამდვილად აი ყურადღება მისაქცევი და ისეთი გამახვილებული გრძნობელობის მქონე ადამიანისთვის, როგორიც იყო აკაკი, რა თქმა უნდა, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ეხლა ნახოთ ფანდური. ეხლა ძალიან საინტერესოა ფანდურის ისტორია, იმიტომ რომ ფანდური, თვითონ სიტყვა ფანდური არ არის ქართული. ეს თურმე ნუიტყვით და ყოფილა შუმერული სიტყვა და ძველ შუმერებს ეს სახელი გამოუყენებიათ სიმებიანი საკრავების სახელად. ანუ ეხლა ეს როდის, რანაირად, როგორ ეს არ ვიცით, იმიტომ რომ არ არის ცნობები ამის შესახებ, მაგრამ ის რომ შუმერებიდან მოდის, ეს ვიცით. ეხლა თვითონ საკრავი, თავდაპირველად ამ საკრავსაც როგორც ირკვევა და მეც მოვესწარი სხვათა შორის ორსიმიან ფანდურს და მერე მიამატეს მესამე სიმი. ეხლა ნახეთ ამ საკრავის ფუნქცია. არსებობს ეგეთი ჩვეულება ქართული დარბაზის დიზაინი, ასე ვთქვათ, იყო ასეთნაირად განსაზღვრული, რომ უნდა კედელზე ჩამოშვებული ყოფილიყო ხალიჩა, სახში ნაქსოვი ხალიჩა, რომელზედაც უნდა ყოფილიყო მიმაგრებული ფანდური, იარაღი აუცილებლად და ეს იყო ოჯახის სიმყარისა და სიმყუდროვის სიმბოლო. ნახეთ, რა ხდებოდა ფანდური თუ პირით შემსვლელისკენ იყო, ეს ნიშნავდა, რომ ოჯახი ბედნიერი ხინი შეიძლება ამ ოჯახში. თუ ფანდური ზურგით იყო დაკიდებული, ეს ნიშნავს, რომ ოჯახი გლოვობს და იქ სიცილხარხარი და სიმღერა არ შეიძლება. აი ესეთი დანიშნულება ჰქონდა ფანდურს. ფანდური საკრალური საკრავიც იყო. ეხლა აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ვიცით, რომ არის ზოგი პაგანისტურს ეძახის, ზოგი წარმართულს ეძახის, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე მიმაჩნია, რომ ესენი მოდის ეს დღესასწაულები ქრისტემდელი ეპოქიდან და ძალიან ბევრი რამ შემოინახეს სხვათა შორის, მაგრამ მე ქრისტიანობის შემდეგ მოხდა, როგორც ყველგან, მარტო ჩვენ არ ვიყავით ეს გამონაკლისი ამ შემთხვევაში, მოხდა შერწყმა ამ ორი რელიგიის და ვთქვათ, ბევრი რამ შეიცვალა, დაიკარგა ძველიდან და ჩანაცვლა ახალი ქრისტიანული სახეებით. და აი, როცა საზაფხულო რიტუალებს აკეთებდნენ ხოლმე და ეს აუცილებელი იყო მთის ყველა კუთხეში, ეს აუცილებელი იყო ეს მთის რიტუალები. ერთ-ერთი საკრალური საგანი იყო ფანდური. ესეთი ლეგენდა არსებობს, რომელიც ჩაუწერია ბატონ ზურაბ ყიფნაძეს, რომ იყო ერთ-ერთი მეგრელაური, ძალიან ცნობილი მებრძოლი ყოფილა, რომელსაც თავი გამოუჩენია ბრძოლით, შებრძოლებია მომხდურ მტერს და მტერს მოუკლავს, მაგრამ ამისი სული ამომძვრალა სხეულიდან და წასულა სამოგზაუროდ, რა ვიცი, როგორ დავარქოთ ამას და მერე მობეზდა ეს თავისი სხეულის გარეშე ყოფნა და დაუბრუნდა თავის ხელს, რომელიც არ ესიამოდა, მაგრამ ამ ბევრი რამ გადალახა და ერთი სიტყვით ეს ჩვენი მეგრელაური დაგვიჯილდოვა უფალმა და ციდან ჩამოაწოდა ოქროს ჯაჭვი
ოქროს სიმებიანი ფანდური და ვერცხლის თასი. და ეს სამი ატრიბუტი ყველა ხატის ასე ვთქვათ შენობაში, სადაც ეს ხევისბრები და ხუცესები ემზადებიან დღესასწაულისთვის, შედიან ესა ინახება აი ეს ატრიბუტები. ჯაჭვი ეს არის ცისა და მიწის ურთიერთობის სიმბოლო, კიბე, კი, დიახ. ვერცხლის თასი ის ლუდი, რომელიც იხარშება იმ დღესასწაულზე, ამ ვერცხლის თასით უნდა შესვან ღმერთის სადღეგრძელო და სამადლობელი და ფანდური, რომელზედაც აუცილებლად უნდა დაამღერონ გმირების სადიდებელი სიმღერა. ეხლა ეს გმირების სადიდებელი, ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ მთიელებს მათ გმირების მიმართ და ეს ცნობილია. სხვათა შორის არაჩვეულებრივი მკვლევარი იყო ალექსი ოჩიაური, რომელსაც ფოტოგრაფიული სიზუსტით აქვს აღწერილი ხევსურთა ეს რიტუალები. და აი ეს აღწერს, რომ აი ამ რიტუალის დროს, ანუ ხევისბერი, ხო, ესეთი ეს იყო, რომ უნდა წმინდულობდა, ანუ წინასწარ ემზადებოდა. განიწმინდებოდა. ხო, განიწმინდებოდა და მერე უნდა გასულიყო შეწირვის რიტუალის აღსასრულებლად. მაგრამ ის ვერ გავიდოდა ამ რიტუალის გარეშე, რომელსაც შიგნით აკეთებდნენ. მას ვერცხლის თასი ივსებოდა ლუდით, დაიჩოქებდა ცალმუხზე და ფანდურს ჩამოკრავდა და დაამღერებდა რომელიმე გმირის სადიდებელს. ამ დროს ის 12 კაცი, რომელიც მას ახლდა, ეს ხუცესები, ასევე ცალმუხზე დაჩოქილები ისმენდნენ. მერე როცა დაასრულებდა, დალევდა ამ თასს, გაავსებდა, გადასცემდა გვერდით დგომს და მიაწოდებდა ფანდურს. მერე ის დაამღერებდა, მოკლედ 112-ვეს უნდა ემღერა და მხოლოდ ამის შემდეგ იყვნენ უფლებამოსილნი, გასულიყვნენ და დაეწყოთ მსხვერპლ შეწირვის რიტუალი. ამიტომ აი ფანდურს ძალიან დიდი დანიშნულისა და ტვირთვა ჰქონდა, საკრავი იყო, დიახ. და ასევე, ფანდურის გატეხვას ეძახდნენ ხალხში. ანუ რას ნიშნავდა ფანდურის გატეხვა? როცა ჭირი იყო, იმ სახლში ფანდურის სიმების ჩამოკრა არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ იცვლებოდა, რომ ეს არის ლხინის საკრავი. ხო და როცა გაივლიდა გლოვის პერიოდი, მერე მოიწვევდნენ და დაუკრავდნენ ფანდურზე და ეს იყო ფანდურის გატეხვა. ანუ ჭერის ახლდას რო ეძახიან. დიახ, ჭერის ახლდას რო ეძახიან. ეს ნიშნავდა, რომ ეს არის უკვე დასრულებული. ეხლა ძალიან საინტერესო ხო? და ხო არ გულდასტვირზე არ გვეთქვამს ორი სიტყვა, გულდასტვირზე და ლარჭემზე მინდა ვთქვათ და კიდე აჭარბანზე, აფხაზების აჭარბანზე. ესეც იყო მწყემსების უენო სალამური, ანუ იმას ის ენა არ ქონდა ჩათქმული, მაგრამ ბევრად უფრო გრძელი. სხვათა შორის აი ეს აჭარბანი ჩვენ მოგვაწოდა თანამედროვე ძალიან ცნობილმა მომღერალმა და ასევე მკვლევარმა ლევან მეშაპიძემ. და მან მოიპოვა ესა და მან ასე ვთქვათ გააცოცხლა ყოფაში და მან შეძლო აჭარბანზე დაკვრა. იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩვენ ახლა აფხაზეთთან ურთიერთობა ნაკლებად გვაქვს და არ ვიცით ახლა ჩვენ იქ რა ხდება, წარმოდგენა არ აქვს. სადღაც დაახლოებით 10-12 ბგერის აღება შეუძლია. მაგრამ ის რაც ძველი ვიცოდით, ვცდილობთ რომ ეს შევინარჩუნოთ. და ეს იყო საოცრება. ესეთი ლეგენდა არსებობს, რომ წყემსები აძოვებდნენ ცხრებს და ქარიანი დღე იყო და იქ იყო ლერწმიანი ადგილი, ლერწმების ის იყო ჭალა და ტყდება ხო ლერწმის ღერო ძალიან ადვილად და რო ტყდებოდა ეს ღერო, ქარი ჩადიოდა და ხმას გამოსცემდა
და შეამჩნიეს მწყემსებმა, რომ ეს ცხოველები იქითკენ მიიწევენ, საიდანაც ეს ხმა ისმის. და მიხვდნენ, რომ ეს ხმა ამათზე კარგად მოქმედებს. ამიტომაც დაამზადეს მოკლედ ლერწმის ღეროებისგან. ამასაც აქვს ზუსტად 3 სახმო თვალი, მაგრამ საოცარია თქვენ, როცა ისმენთ აჭარპანზე შესრულებას, გესმით ერთდროულად 2 ხმა. აი, ნახეთ უძველესი ქართველების პოლიფონიური თვისება. აი, თვისებაში გადაუვიდათ ქართველებს. და როცა უკრავენ ჩვეულებრივად როგორც პირით ბერავენ და ამ დროს ისმის 2 ხმა და ეს მეორე ხმა საიდან მოდის, ეს გამოცანა ვინც არ იცის. იცით რომ აი ეს ძველი აფხაზი მწყემსები ცხვირით გამოსცემდნენ ბანის ბგერას. ძველი კადრი სადაც ალბათ 50-60 წლების ჩადაწერი. ანუ შებანება რამდენად მნიშვნელოვანი იყო აი მაშინ იმ დროიდან და საკმაოდ ძველი საკრავია ესეც. აი ეს ანუ ფაქტობრივად ეს აფსუების არ არის, ეს არის იმ არა, ძველი აფხაზები. ძველი აფხაზური. ახლა ლარჭემ სოინარი, ლარჭემი ქვია სამეგრელოში, რაც ლერწამს ნიშნავს და სოინარი გურიაში ქვია. ახლა სოინარი წარმოდგება ბერძნული სიტყვა სოლინადან, რაც მილს ნიშნავს და ეს მართლაც ლერწმის ღერო იყო. ახლა აი მსგავსი საკრავი ანალოგიური მთელ მსოფლიოშია ძალიან ცნობილი, ბევრ ქვეყანაში შეხვდება, ბევრ კულტურაშია და ყველგან ფაქტიურად ქვია ესეთი პანის ფლეიტა, ანუ ბერძნული ლეგენდის მიხედვით. მაგრამ ნახეთ ქართველებს ჯერ ერთი ორნაირი, ორ კუთხეში გვაქვს შემონახული. მეორეც ერთი, იქ ზოგან იცით ამბობენ, რომ ეს იყო მწყემსების საკრავი და მწყემსები ერთმანეთს გადაუსტევდნენ ერთმანეთს და რაღაც სიგნალებს აწმებდნენ. დიახ. ნახეთ, ჩვენ გვაქვს ჩანაწერები, რომლითაც აი ამ საკრავზე ისე ზუსტად ბაძავენ ჩიტების ჭიკ-ჭიკს. რომ აი ვერ მიხვდები თუ არ ახარ ძალიან კარგად ესეთი გაწაფული ყური არა გაქვს მუსიკალურად, ვერ მიხვდები ეს საკრავია თუ ჩიტი. ანუ აი ეს იმიტაცია, მიბაძვა საერთოდ ძველ კულტურებში და ბევრი თეორია გვეუბნება ამას, რომ მუსიცირება, ანუ მუსიკის საჭიროება ადამიანმა და საერთოდ მრავალხმიანობას ისწავლა ბუნებისგან და აი ეს ბუნების ბგერების მიბაძვა იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული რამ. და ნახეთ ახლა რა საინტერესო რაღაცა მიამბო ერთმა მეგრელმა კაცმა. რომ ხო გაგიგონიათო ჩიტმა ამბავი მომიტანაო. კი, მე ვუთხარი როგორ ყველას გაგვიგონია ეს, ყველა ბავშვს ვეუბნებით ხოლმე, არა? იცით საიდან მოდისო? მონადირეებიო ისე ზუსტად ბაძავდნენო ჩიტების ჭიკ-ჭიკსო, რომ ჩიტებს ეგონათო, რომ ჩიტები ელაპარაკებოდნენო და გამოეპასუხებოდნენ ხოლმეო. ამასობაში მათ ისწავლეს ჩიტების ენაო. ახლა გავიხსენოთ აქვე პარალელურად გველის მჭამელი ვაჟა-ფშაველასი, იქაც ბუნების ენის წოდნა, როგორც ჩანს, ძალიან უცხო არ იყო ადამიანებისთვის. და გამოელაპარაკებოდნენ და ესა მერეო ისწავლესო მათი ენაო და დიალოგი იმართებოდა მათ შორისო. ხო და ჩიტებსო მაშინ დრონები ხო არ იყო და ჩიტები დაფრინავდნენ ზევით და რაღაცა როცა იყო მათ მოქონდათ ამბავი მონადირეებთანო და მონადირეები ხალხს აგებინებდნენო და აი აქედან დარჩა ეს გამოთქმა ჩიტმა ამბავი მომიტანაო. ეს იცით რა კიდე ბევრი რამ ითქმება ხოლმე ამ ლარჭემ სოინარზე და ეს არ არის ვთქვათ მაინცა და მაინც ესე დადასტურებული რაღაცები ხშირად, მაგრამ ვიცით რომ მას იყენებდნენ
ლხინის დროსაც ასევე და შეჯიბრებებსაც აწყობდნენ მაგალითად სამეგრელოში და კიდე მე მინახავს ძალიან დიდი სოინარი გურიაში და როგორც მითხრეს ისეთ დაბალ ბგერებს გამოსცემს რომ დათვის ბუდბუდს მოგაგონებსო არ ვიცი შეიძლება დათვების ენაც იცოდნენ ვერ გეტყვით და დათვებთანაც ახერხებდნენ ამ ურთიერთობას მოკლედ აი ესეთი ისტორიები გვაქვს და ბოლოს გუდასტური არის ის საკრავი რომელმაც ბევრი რამ შემოინახა ერთად ერთ-ერთი ძველი საკრავია ძველი მსოფლიოს საკრავია მოდი ასე ვთქვათ ძალიან ბევრ ქვეყანაში არის ჩვენც ვიყავით ძველი მსოფლიოს ნაწილი ამიტომ არა აქვს ამას მნიშვნელობა ჩვენთან დამზადდა პირველად თუ სხვაგან მთავარია რომ ძალიან ქართული საკრავია და ეხლა აღიხსნით რატომ გუდასტურმა შემოინახა ჯერ ერთი აი ამ წყემსების საკრავის რომელსაც ჩვენ დღეს სალამურს ვეძახით მისი ძველი ქართული სახელი სტვირი იმიტომ რომ ძველ ქართულად ეს იყო სტვირი და სალამური იცით არის ბერძნული სიტყვა და სალამურა ნიშნავს არც მეტი და არც ნაკლები მარილიან წყალს და როგორც ჩანს ხო ლერწმისგან ამზადებდნენ და ჭია ეხვეოდა და მარილ წყალში ალბობდნენ და როგორც ჩანს აქედან წამოიღო სახელიო ხო და როგორც ჩანს ეს გუდასტური მთელ საქართველოში ყოფილა გავრცელებული მარტო რაჭაში კი არა უბრალოდ შემონახულია დღეს მხოლოდ რაჭაში და აჭარაში რომელსაც ქვია ჭიბონი მაგრამ გვაქვს ცნობები რომ აღმოსავლეთ საქართველოშიც იყო გავრცელებული და აი ეს ძალიან ცნობილი ივანე ჯამბაკურ-ორბელიანი რომელიც მე-19 საუკუნის ცისკარში 1861 წელს ერთი წლის ცისკარში წერს არაჩვეულებრივად საინტერესო სტატიას ქართულ სიმღერაგალობაზე და სტატიას ასე ქვია ივერიანელთა სიმღერა გალობა და ღიღინი და აი აქ მოხსენებული ყავს ბლიაძე გვარი და ამბობს რომ ქართლშიო ისე ყოფილა გავრცელებული გუდასტურიო და ბლიაძეების გვარი ყოფილა აი ამ ტრადიციის შემნახავი ქართლში რომ როცა ამბობდნენო ბლიაძესო გულისხმობდნენ გუდასტურსო ანუ ქართლშიც იყო გავრცელებული მთაშიც იყო გავრცელებული მოკლედ მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ახლა ძალიან საინტერესო ორი ფუნქცია აქვს ამ საკრავს ერთი გახლავთ ადამიანების დალოცვა ძალიან რთულია ეს პროფესია იმ თვალსაზრისით რომ აუცილებლად ეს არის დაკავშირებული მასთან იმპროვიზაციასთან და ცოცხალ იმპროვიზაციასთან ეხლა ცნობილია აი მე-19 საუკუნის და მე-18 საუკუნე და მე-19 საუკუნეში ვხედავთ ეს ლიტერატურული წყაროებიდანაც და ისტორიული წყაროებიდანაც რომ გუდასტვირი ძალიან პოპულარული ყოფილა საქართველოში და არ არსებობდა ლხინი თავშეყრა ადამიანების რომ არ მოეწვიათ მესტვირე ეხლა ოღონდ ნახეთ მესტვირეს თავისი ვალდებულებები გააჩნდა ის ვალდებული იყო ყოველ ჯერზე სადაც უნდა მისულიყო უნდა იმ წუთას შეეთხზა იმ სიტუაციის შესატყვისი ახალი ლექსი გაეწყო მელოდიაზე აეწყო საკრავზე ემღერა დაეკრა და თან ეცეკვა მენესტრელის ტიპის რაღაც დიახ ეს არისო ესეთი ადვილი ამიტომაც მესტვირეებს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ ხოლმე და მიაგებდნენ და ესეთი თქმასწოდნიათ რომ ის მესტვირე რომელიც ორჯერ ერთი და იგივე დალოცვას გაიმეორებს ცუდი მესტვირეა არ უნდა გაიმეოროს ორჯერ ერთი და იგივე მესტვირე ვარ
ბრძველის ძველი სიმართლისთვის გაჩენილი ვარსკვლავი უხდება რაით ჩოხა გაწყებილი ცნობილია კიდე გვაქვს ცნობები რომ როცა ბერიკაობა იწყებოდა და ეს ხო საქართველოს ყველა კუთხეში იყო ბერიკაობა გავრცელებული როცა ბერიკაობა იწყებოდა პირველი რაც ხდებოდა პირველი აქტი ასე ვთქვათ აი ამ სპექტაკლის მოდიოდა მესტვირე და დგებოდა მოედანზე ეხლა ნახეთ რა საინტერესოა თქვენ შეგხვდებათ გუდასტვირები რომელსაც სარკე აქვს მიმაგრებული და შეგხვდებათ გუდასტვირები რომელსაც არ აქვს სარკე მიმაგრებული საქმე ის არის რომ აი ამ ბერიკების გუდასტვირს აუცილებლად უნდა ჰქონოდა სარკე დადგებოდა ეს კაცი ისეთნაირად მზესთან რომ მზის ხივი ჩავარდნილი იყო სარკეზე 10 ნათი და უკრავდა მელოდიას და აცეკვებდა მზის ხივებს აი ეგეთი ცნობა გვაქვს გუდასტვირის შესახებ და კიდე სხვა ფუნქციაც ქონია გუდასტვირს ეს იყო გლოვა ადამიანის გაცილება და ეხლა თქვათ რაჭაში ეს ცნობილია რომ ის ძალიან გავრცელებული საკრავი იყო და ამიტომ მიცვალებულს ზუსტადაც რომ გუდასტვირით გააცილებდნენ ეხლა ესეთი ტრადიცია იყო ესეთი რომ ღამეს უთებდნენ დაკრძალვის წინაღამეს აუცილებლად გაუთებდნენ ახლობლები შინაურები მიცვალებულს და იქ იყო სიცილიც ანეკდოტებიც ხარხარიც სხვათა შორის იქ ძალიან საინტერესო რაღაცა მაქვს შემჩნეული და ამაზე სტატიაც მაქვს დაწერილი ამ დროს ხდებოდა სწორედ იმიტირების გასაოცარი აი მთელი ფეიერვერკი იმართებოდა ოღონდ ამას თავისი წესები და კანონები ჰქონდა ჯერ მოიწვევდნენ მესტვირეს თქვათ იქ რაჭაში თქვათ სხვაგან მეჭიანურე მოდიოდა და მე აი უკვე მე-17 საუკუნის შემდეგ ეს ფუნქცია შეითავსა ამ ჩონგურმა მოუყვებოდნენ მთელ ისტორიას თუ როგორი ცხოვრა იმ გარდაცვალებულმა რა გადახდენია თავს რა სირთულეები გადაულახავს და ასე შემდეგ ყველაფერს უამბობდნენ ეს მესტვირე გალექსავდა ამ ყველაფერს და აი ღამით როცა მხოლოდ შინაურები იყვნენ მაშინ დაუკრავდა და იმღერებდა აი ადამიანის სიცოცხლის სიმღერას. ანუ როგორ გაატარა ცხოვრება ამ ადამიანმა. უამისოდ დაკრძალვა არ იქნებოდა, იმიტომ რომ ის ფაქტურად ნეკროლოგი იყო, რა, მუსიკალური ნეკროლოგი იყო, დიახ. აი ესეთი ფუნქცია ჰქონდა და აი რაჭაში იგივე ფუნქცია ჰქონდა გუდასტვირს. და კიდე გუდასტვირზე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხო სოფიოში ბევრგან შეგხვდება თქო, მაგრამ აი ნახეთ, მაგალითად შოტლანდიური გუდასტვირი ძალიან ცნობილია მთელ მსოფლიოში და ყველა მიცის. ოღონდ ნახეთ, იმასაც აქვს ბანი. ოღონდ ის ბანი ცალკეა, ბანის სტვირი ცალკეა მიმაგრებული. ხო, რამდენიმე ის ხო. ხო, ერთნაირ ბგერას გამოსცემს. ამიტომ როცა უკრავ, შენ უნდა შეუთავსო იმ ბანს შენი მელოდია. საქართველოში ასე არა გვაქვს. საქართველოში გვაქვს ორი სტვირი ჩადგმული გუდაში. ერთს აქვს 3 თვალი, რომელზედაც ბანს უკრავენ და მეორეს 6, 5 ან შეიძლება 7 თვალიც ჰქონდეს. მელოდიას შეესატყვისება ბანი, ანუ შეგიძლია ბანი შეუწყო მელოდიას. აი ეს არის იმდენად დამახასიათებელი ქართული ბუნებისთვის, რომ აი სწორედ გუდასტვირმა, ასევე ლარჭემ სოინარმა შემოგვინახა ქართული მრავალხმიანი თვისება. იცით რატო? აი როცა ვამბობთ პანის ფლეიტაო, იქ სულ ყველგან კიბის პრინციპით არის დალაგებული, ანუ სიმაღლის მიხედვით არის დალაგებული საფეხურები, სალამურები. და ქართველებს ესე არ აქვთ. ჩვენი გუდასტვირსა, ლარჭემ სოინარი, აბა გაიხსენეთ, ადამიანის ხელის თითების პრინციპით არის დალაგებული. შუაშია ყველაზე გრძელი, აქეთ იქიდან შედარებით მოკლე. ანუ აი ეს საშუალებას იძლევა ერთდროულად გამოსცე ორი ბგერა. აი ნახეთ, აი ამ პაწაწუნმა საკრავმა შემოგვინახა ქართველებისთვის უნიშნელოვანესი თვისება მრავალხმიანობა.
აი ესეთია ჩვენი რა საკრავები. მაინტერესებს? აი გუდასპირში ხა ჩვენს რაჭულში არის 2, ხო? როგორც დიახ. სამთვალიანი და მე შეიძლება რაღაც უფრო მეტთვალი. 5 შეიძლება იყოს, შეიძლება 7 იყოს. გააჩნია როგორ უკრავს ახლა ის. ხო, ეს გაიბერება თავიდან, შემდეგ და უნდა გაფეროს. ხო, და და შემდეგ ხელი თანდათან ხო, ხელით. უჭერს დიახ და და ორივე მუშაობს ამ დროს, ორივე კი. ეს მღერის ეს პარალელურად ეს ორივე მუშაობს. ეს სალამურები ხო, შეიმჩნევა. ისე იგი როცა ეს უკრავს, ირები უბრალოდ. სტვირები, დიახ, რა თქმა უნდა, ერთზე ბანი ჟღერს, მეორეზე მელოდია. და თითებითაც ამაზე მუშაობს ამ პერიოდში. დიახ, და თან ხელით უჭერს, რომ ის აჭარაში ზუსტად იგივეა, ოღონდ. ნახეთ, აქ განსხვავება გვაქვს ტემბრებში. აჭარული ჭიბონის ხმა უფრო მჭახეა. კი. და გუდასტვირისა უფრო რბილია, ანუ იმ რაჭველების. ძალიან საინტერესოა ახლა რა ფუნქცია აქვს აჭარაში აი ამ საკრავს. ფაქტიურად ახლა დღევანდელობიდან თუ გადავხედავთ, ნახავთ რომ ეს არის ცეკვის სათანხმლებო საკრავი და ის რომ ჭიბონი შევიდა სცენაზე ცეკვის სათანხმლებოდ, ეგ უკვე დიდი მიღწევა იყო, იმიტომ რომ მანამდე იყო სუდოლ გარმონი. და ეს იყო სრულიად უცხო რაღაცა ჩვენი კულტურის. გარმონი აბსოლუტურად. ხო, გარმონის ხათაშორის აი არსებობს რამდენიმე თეორია, როგორ შემოვიდა საქართველოში გარმონი. ერთადერთი მე მგონი ხალხურ ამბავში უკაცრავად თუშეთშია დარჩენილი, მე სხვაგან მე არ მინახავს ეს. არა, დარჩენილი არა, იქაც შესულია. ანუ ეს არა. ხო, არ შესული და დარჩენილი. ხო. იმიტომ რომ აი ნახეთ ერთი თეორიის თანახმად ეს რუსებმა შემოიტანეს იმ წყეულ დროს მეფე ერეკლეს ხანიდან. მე მეორე თეორია ამბობს, რომ ჩრდილო კავკასიიდან ოღონდ ეგეც რუსეთის გავლით და მესამე თეორია ძალიან ახალგაზრდა სტუდენტი ყავდა ჩვენ სხვათა შორის ილიას უნივერსიტეტში არის ეთნომუსიკოლოგიის განყოფილება და იქ ძალიან კარგი ჩემი მეგობარი ნინო მახარაძე მუშაობდა და აი სწორედ ნინო სტუდენტი იყო ეს ბიჭი, რომელმაც ნიკა ჯოხაძე, რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოთქვა გარმონის მიმართ და ძალიან საინტერესო ნაშრომით შექმნა და იკვლია საკმაოდ კარგად გამოიკვლია და მისი თეორია გახლავთ ის, რომ აი სწორედ ის გერმანელები, რომელზედაც თქვენ გვიამეთ თქვენს ერთ-ერთ ვიდეოში, სწორედ მათი შემოტანილი შეიძლება იყოს და გავრცელებული საქართველოში. რა თქმა უნდა, სულაც არ არის გამორიცხული. ფესვები რო რუსული არა აქვს, მაგას არა აქვს გერმანელების მასეთ რთულ ინსტრუმენტს ეგენი ვერ შექმნიდნენ, არის ახლა გერმანულია ყველა ვარიანტში. რატომ გავამახვილე ყურადღება აი ამაზე და რატო გავჩერდი ასეთი ხანს? იმიტომ რომ ჩვენთან საკრავებს თავისი ყველას თავისი სხვა დანიშნულებაც ჰქონდა. ანუ არ იყო მხოლოდ მუსიკასთან ასოცირებული. იმ მუსიკას ჰქონდა თავისი დანიშნულება. ანუ რიგ შემთხვევაში ის იყო სამკურნალო, რიგ შემთხვევაში ის იყო მოსახმობის საკრავებიც ჰქონდათ ბუკის სახით. შემორჩენილია ბუკის ნაღარა და ბუკი, ხო? ხო, ბუკი და ნაღარა, ნაღარა დასარტყამი და აღმოსავლურია და ბუკი გახლავთ ლითონის ერთადერთი საკრავი გაგვაჩნია ქართველებს. ლითონისგან დამზადებული, იმიტომ რომ არასოდეს ქართველებს არ გასჩენიათ სურვილი დაემზადებინათ ლითონის საკრავი. რატომ? იმიტომ რომ ლითონის საკრავს აქვს მჭახე ხმა, საქართველოში საკრავს ჰქონდა სათანხმლებო დანიშნულება. ხმა არ უნდა გადაეფარა ადამიანის ხმა. და ეხლა კიდე ის ფუნქციები, რაც სოციალურად გააჩნდა, კიდე ეგ სხვა თემაა. და აი ამ ბუკის 6 სახელი გვაქვს შემონახული. და სხვათა შორის ისეთი გავრცელებული ყოფილა, მაშინ ხო არ იყო არც მიკროფონი და არც ელექტრონი და არანაირი. ადამიანებს მოუხმობდნენ აი ამ საყვირის ხმებით. და გურიაში დღემდე არსებობს სოფელი ბუკის ციხე. ხო. ალბათ ციხიდან ციხეზე გადასახლები, ხო, კი, რა თქმა უნდა და აი 6 სახელი გვაქვს შემონახული ამ საკრავის. ერთადერთ ბგერას გამოსცემს, მაგრამ ეს ერთი ბგერა უნდა ისმოდეს 5 კილომეტრის მანძილზე. ანუ ეს იყო ადამიანების შესატყობინებლად. ხო, სამაუწყებლო საკრავი იყო, დიახ. მაშ ბუკი
საყვირი, ოყე, ღოროტოტო და ყვიროსტვირი და ზროხაკუდი. აი ეს 6 სახელი გვაქვს ამ საკრავისა შემონახული. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს ყველა კუთხეში საჭირო იყო, ამიტომ ყველგან გქონდათ. მაგალითად ცნობილია, რომ სამეგრელოში მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე იყო შემონახული და ძალიან საინტერესო მოგონებები აი ამ ბუქზე აქვს რაფიელ ერისთავს. როგორც ჩანს, ის ყოფილა სამეგრელოში და ძალიან საინტერესო ჩანახატები აქვს მეგრული და იქ ერთ-ერთ ჩანახატში აქვს სწორედ საუბარი აი ამ საკრავზე, რომელიც ხისგანაც ყოფილა თურმე, ხისგანაც ამზადებდნენ და კიდევ იმისგანაც, რა ქვია, ლითონისგან ხო ამზადებდნენ და ამზადებდნენ. მაგრამ დანიშნულება და ხმა იგივე ქონდა რომ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არ. ხო და ალხინის დროსაც ჩაბერავდნენ. ეს ვთქვათ, ქართველ მეფეს თუ ვინმე რომ საპატიო სტუმარი ეწვეოდა, მაშინაც ჩაბერავდნენ. როცა სანადიროთ მიდიოდნენ, ნადირობის წინ ჩაბერავდნენ. როგორც ჩანს, ამ ბგერას კიდე ცოტათი საკრალური ხასიათიც ჰქონდა, იმიტომ რომ ავისულები უნდა გაეყარა. ხო და აი ეს ყველაფერი ერთად თუ კი შევხედათ ამ ყველაფერს, ნახავთ რომ ეს მე ჩამოკითხულეთ ყველა ის საკრავი, რომელიც ჩვენამდე მოვიდა. ახლა ძალიან შორს უკაცრავად აღარ მახსოვს, ქნარზე ვილაპარაკე, რაღაც ქნარი მახსოვს. ქნარი ეს არის ქინორი. იგივე ქინორი ის ჩანგის სახეობა. ჩანგის ხო, რაღაც ეგრე მახსოვდა მე, რომ ქნარი და ჩანგი რაღაცებს ხო, იმიტომ რომ აი სწორედ როცა მოგიყევით ალექსანდრე ყაზბეგის ემაზე რა ქვია, განძზე, როცა კითიფალურ ქანდაკებას ხელში უჭირავს ეს საკრავი, შალვა ამირანაშვილმა თქვა დაწერა, რომ ეს უნდა იყოსო ჩანგიო. ხო და გრიგოლ ჩხიკვაძე, რომელიც გახდათ კონსერვატორიაში ჩვენი კათედრის ხელმძღვანელი წლების განმავლობაში, არ დაეთანხმა და უთხრა, რომ არა, ეს უფრო ქნარიაო. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ქნარიც და აი ამ შემთხვევაში ეს ორივე ერთი ოჯახის საკრავია და კინო მრავალსიმიანი და სხვადასხვა. კი ბატონო, ოღონდ აი საქართველოში დამოწმებული ამ საკრავის ხანდახან 3 სიმით, ზოგი 4 სიმიანია, ზოგი 5 სიმიანია. გააჩნია შემსრულებელს, რა თქმა უნდა და მის მიზნებს, რისით შესრულება უნდა ამ საკრავზე. ხო, და აი ახლა აი ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევით, რომ კარგად გავუსვათ ხაზი იმას, რომ ეს არის როგორ გითხრათ, ქართული მუსიკისთვის ერთგვარი დამხმარე საშუალება. არ არის ეს მთავარი და მნიშვნელოვანი. ჩვენთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი გაახლავთ ხალხური სიმღერა. მრავალხმიანი ხალხური სიმღერა. ძალიან ხშირად სხვათა შორის ერთ-ორჯერ ეკრანიდანაც მომესმა და მომჭრა ყურით სასტიკად. ზოგს გონია, რომ იცით რა, წყაროებში გვაქვს ესეთი ცნობა, იგივე ალექსანდრე ჯამბაკურობელიანსაც აქვს ეს ხმები ჩამოთვლილი, დავით მაჩაბელსაც აქვს ჩამოთვლილი, იოანე ბატონიშვილს აქვს კალმასობაში არაჩვეულებრივი და კიდე სახელმძღვანელოც აქვს ხო გალობის, მაგრამ იქ ჩამოთვლილი არის ხმები, მაგრამ ეს ხმები ჯერ ერთი სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა სახელებით იყო ცნობილი, მეორეც ერთი იქ საეკლესიო გალობის ხმებია ჩამოთვლილი და საეკლესიო გალობა არის პროფესიული ხელოვნება და ხალხურთან არაფერი შეხება არ აქვს. თუ არ ჩავთვლით ხო იმას, რომ ის ქართულ ნიადაგზეა აღმოცენებული. რა თქმა უნდა, მის საფუძველი ქართული მუსიკაა. ხო და კანონიკური ყველაფერი და კანონიკური და ეს არის, რა თქმა უნდა. ეხლა და საინტერესოა ის, რომ აი სწორედ ქართულ ეკლესიაში ზუსტად 2 გუნდი ყავდა ხოლმე. ანტიფონური შესრულება ერქვა ამას. ეგ ბიზანტიაშიც იყო ასეთივე ტრადიცია. 2 გუნდი, ანუ დაიწყებს ერთი და მერე ჩამოართმევს მეორე. როგორც პატარა ესეთი დიალოგი ისე იმართება ამ გუნდებს შორის. ოღონდ პირველ გუნდშიც 3 შემსრულებელია, 3 ხმამღერის. მეორე გუნდშიც 3 შემსრულებელია, 3 ხმამღერის. ანუ სამხმიანები არიან. სამხმიანია ჩვენი კულტურის საფუძველი არის სამხმიანობა. ხო და იქ ზოგიერთს უთქვამს ხშირად მსმენია ტელეეკრანიდან, რომ უი ჩვენი ისეთი კულტურის პატრონები ვართ, 6 ხმიანი საგალობლები გვაქვს. არა გვაქვს 6 ხმიანი საგალობლები, ეგ არის
მცდარი შეხედულება. აი ამას მინდა ხაზგასმით გავუსვა ხაზი, აი ესე განსაკუთრებულად აღნიშნო. არ არის ეს ის. ანუ შეგაწუხათ, მაგრამ ძალიან შემაწუხა ხო და ამის გამოვიყენე უკაცრავად თქვენი ტრიბუნა. არ შეიძლება ეს ზერელეთ გამოიტანო დასკვნა, თუ კი არ იცის ძირი, როგორ და რანაირად მოდის ეს ყველაფერი. ხო და აი ეს ჩვენი მრავალხმიანი სიმღერა ცნობილია მეთქი მსოფლიოში ვთქვი, მაგრამ მარტო მრავალხმიანობით არ გამოირჩევა ეს ჩვენი სიმღერის განსაკუთრებულობა. საქართველო გახლავთ ის განსაკუთრებული რეგიონი, რომელმაც ფაქტიურად ლამის 23 განსხვავებული დიალექტი შემოინახა. საუბრობ მუსიკალურ დიალექტზე. ანუ ეხლა ნახეთ რა საინტერესოა, ქართული ეთნომუსიკოლოგიის ფუძემდებელი გახლდათ დიმიტრი არაყიშვილი, აკადემიკოსი დიმიტრი არაყიშვილი, რომელიც კონსერვატორიის რექტორიც იყო და წლების განმავლობაში სწორედ მისი ჩამოყალიბებულია და შექმნილია ეს ჩვენი კათედრა კონსერვატორიაში. ამბობდა, ესეც ძალიან ხატოვნად ამბობდა, რომ მრავალფეროვან ხალიჩაზეო სხვადასხვა ფერებად ამშვენებს, ხალიჩასო სხვადასხვა ფერებით ამშვენებს ჩვენი სხვადასხვა დიალექტები და მართლაც ასია. განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტები და დასავლეთ საქართველოს დიალექტები. ეხლა კიდე ძალიან საინტერესოა ისიც, რომ გარდა იმისა, რომ არ არის ჩვენი სიმღერა გავლობა 6-ხმიანი, ქართულ სიმღერას მღერის თითო შემსრულებელი ზედახმებში და ბას ჯგუფურად ამბობენ. აი ეს არის ჩვენი ანი და ხოე ქართული სიმღერისთვის, რომელიც ძალიან დაირღვა საბჭოთა ეპოქაში, სრულად შეცვალეს. ეხლა ცალკე თემა ოდესმე იქნება მოვახერხოთ კიდე მაგაზე ცალკე საუბარი, საბჭოელებმა რა დიდებული განძი ბრჭყალებში დაგვიტოვეს ქრომატიული ფანდურებისა და ჩონგურების სახით. როცა შეუცვალეს წყობა ქართულ საკრავებს, შექმნეს ქართულ საკრავთა ორკესტრები და გამოაცხადეს ქართულად და არ არის ის მუსიკა ქართული და რატომ ეძალებიან ვერ ვიგებ, ამასაც ვერ ვიგებ. მაინცა და მაინც ის ქრომატიული, იცით რა, რას ნიშნავს ქრომატიული? ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ვიოლინოს გაუკეთოს ადამიანმა დანაყოფები. დანაყოფების გარეშე არის ჩონგური. არ შეიძლება დანაყოფს. დანაყოფი ხო, გიტარაცავით არ არის, ხო? არ არის პირდაპირ არის. ხო, ამიტომ ეს არ არის რა, ეს თავისებურება ღვთისწყალობით აქ ამ საკრავს და შენ რატომ ამახინჯებ? ვის გაუგია ჩონგურს გაუკეთო დანაყოფები? იცით, ნოდარ მამისაშვილი, რომელიც ძალიან მიყვარდა და ძალიან კარგი ლექტორი იყო ჩვენი და გვასწავლიდა ძალიან ბევრ რამეს, გარდა იმისა, რომ პოლიფონიას გვასწავლიდა, გვასწავლიდა კიდე ძალიან ბევრ რამეს და ნოდარი იტყოდა ხოლმე, რომ ქართულ მუსიკაშიო, ვიდრე დოდან რემდე მიხვალო, აი ნახეთ ეს ტემპერაცია ქვია მაგას, რომელიც იოჰან სებასტიან ბახმა გააკეთა. დოდან რემდე არის ერთი ბგერა, ნახევარი ტონი. შავი კლავიში როა ფორტეპიანოზე. ზედა კლავიში. და ქართულ მუსიკაში სანამ დოდან რემდე მიხვალ, სულ მცირე 5 ბგერა უნდა გაიარულო. ამიტომ აი ეს 5 ბგერა, რომელიც ნამდვილ ფანდურზე არაჩვეულებრივად ისმის, იმ ქრომატიულზე არ ისმის და მაინცა და მაინც ესე აჩემებით ეძახიან კლასიკურ ფანდურს. არ არის ბატონო. კლასიკური გახლავთ აი ეს ჩვენი ავთენტური ფანდური. ნამდვილად კლასიკურია, იმიტომ რომ მასზე ის კლასიკაა შექმნილი, რომელზედაც მე წარმოიშვა უამრავი რამ, ქართული სიმღერა და მუსიკა. აი სწორედ წამ თქვენ ახსენეთ გარმონი და აკორდეონი და ამ კლარნეტის ერთობა ხო სასწაული იყო. ნუ ახლა იქ სუფრებზე კიდე რაღაც რომ მოიპატიჟებენ ხოლმე დამკვრელები რო არიან ის ეგ თემა. ხო ცალკე კატასტროფაა და ხო მაგაზე მაგ ერთი სტატია სხვათა შორის დაწერილი, იმიტომ რომ ახლა ბევრი შეგვეწინააღმდეგება, ვისაც უყვარს ამ დოლგარმონზე კეიფი, მაგრამ ძალიან ბრაზობენ ხოლმე, ძალიან
ღიზიანდებიან ეგეთი ადამიანები, როცა მაგას ვამბობ, მაგრამ მე სულ ვამბობ და ამას არ გავჩერდები ამაზე ლაპარაკით, იმიტომ რომ ძალიან მაღიზიანებს მეც. შემდეგი დასარტყამი გახლავთ დიპლიპიტო. დიპლიპიტოც არ არის ქართული საკრავი. დიპლიპიტო ეს არის იგივე ინდური ტაბლა. როდის შემოვიდა საქართველოში ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ნახეთ დაირაც სპარსეთიდან არის შემოსული ოღონდ. ნახეთ ერთი ძალიან დიდი სიკეთე გვიყო ქალაქურმა მუსიკამ. ჩვენ ხო ვიცით რომ ყველა დედაქალაქში ეს არ არის მხოლოდ თბილისის თავისებურება, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ყველა დედაქალაქის მუსიკა ძალიან განსხვავებულია რეგიონალური მუსიკისგან. დედაქალაქის მუსიკა არის მულტიკულტურული და ჩვენ დასაბედნიეროდ თბილისმა ძალიან საინტერესო ისინი შემოგვინახა ფორმები აი მუსიკის მიგრირების. მიგრაცია მარტო ადამიანებს არ ასჩვევიათ, მიგრირებული გვაქვს კიდე აი უამრავი საკრავი, რომელიც თბილისურ ყოფისთვის გახდა დამახასიათებელი, ზოგადად ქალაქური ყოფისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ქალაქური მუსიკა ორი მხრით განვითარდა. და ნახეთ რა მოხდა, თბილისიც და მცხეთაც ორივე დედაქალაქი, ძველი და ახალი, გახლავთ ქართლის შუაგულში. ამიტომ რა თქმა უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი ქალაქური მუსიკა უნდა ყოფილიყო ქართლის მუსიკალური დიალექტის ნაწილი. მაგრამ ნახეთ აქ სხვადასხვა ფენები იყო, სხვადასხვა სოციალური ფენები და ყველა ფენას თავისებური მუსიკა ჰქონდა და უყვარდა და იმ მუსიკით ცხოვრობდა. და საქართველოში ახლა აღმოსავლეთთან ურთიერთობაზე მე მგონი სირცხვილია ლაპარაკი დღევანდელ დღეს, იმდენად ყველამ კარგად იცის თუ რა დღეები გვაქვს გადატანილი, თუ არაბების, თუ სპარსების, თუ მონღოლების და ასე შემდეგ. ამიტომ ბევრი აღმოსავლური საკრავი დამკვიდრდა, მაგრამ ნახეთ რა მოხდა, აქ ქართველებზე გითხარით დასაწყისში, რომ რაღაც ერთგვარი ფილტრი ქონდათ ქართველებს ცნობიერების და ყველაფერს არღებულობდნენ, რაც უცხო შემოდიოდა. მაგრამ რაღაცები მიიღეს და გაითავისეს. და ნახეთ რა მოხდა, აი ხა ნახეთ დღეს ჯიხს იცემენ გულზე და ზურნა დუდუკი გახდა თბილისის მუსიკალური სიმბოლო. ამ დროს ნახეთ რა საინტერესო რამე მოხდა, ზურნა დუდუკი შედარებით გვიან გავრცელდა საქართველოში, იმიტომ რომ როცა შევისწავლეთ ეს თემა, აღმოჩნდა რომ სიმებიანი საკრავები თავისი განვითარებით და თბილისში არსებობით წინ უსწრებდა აი ამ ზურნა დუდუკს. ჩასაბერ. ხო და მთელი ის რეპერტუარი, რომელიც არსებობდა სიმებიან საკრავებზე, ეს იყო საზი, თარი, კამანჩა, უდი, რა ვიცი, უამრავი აღმოსავლური საკრავი იყო შემოსული და თბილისისთვის ძალიან დამახასიათებელი. და ბოლო ის ხალხი ცხოვრობდა აქ და ისინიც უკრავდნენ რა თქმა უნდა და ის მთელი რეპერტუარი გადაინაცვლა ზურნა დუდუკზე და შეისრულა, შეიძლება ითქვას, ზურნა დუდუკმა მთელი იმ სიმებიანი საკრავების რეპერტუარი. როცა აი ძველი წყაროები რა, ახლა უკვე მე-18-19 საუკუნეებში ვიგებთ, რომ თბილისში ყოფილა დაახლოებით 80-მდე ქარვასლა და როცა ვაჭრები მოდიოდნენ სავაჭროთ, თბილისი ხო იყო ესეთი გზაჯვარედინი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ისინი როცა მოდიოდნენ მოჰქონდათ თან აუცილებლად მუსიკალური საკრავები. რატომ? იმიტომ რომ ღამეს ათებდნენ და სიტყვოებაში უნდა გაეტარებინათ ღამე და იმართებოდა თურმე ნუ იტყვით აი ამ ჩვენს ქარვასლებში კონკურსები. ვინ უკეთ დაუკრავს ამა თუ იმ საკრავზე და ვინც გაიმარჯვებდა, ის მოიპოვებდა როგორც პრიზს აი ამ უცხოეთიდან ჩამოტანილ საკრავს. ქართველებიც ძალიან დიდი წარმატებით უკრავდნენ თურმე აი ამ აღმოსავლურ საკრავებზე და ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელიც ვიცით ხო ისტორიიდან, რომ ის განჯაში იყო წლების განმავლობაში და მე როცა თბილისში დაბრუნდა, ჩამოიყვანა ის თავისი განჯელი მეგობარი, რომელიც მასთან ეხმარებოდა და ემსახურებოდა და
ის ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო თარზე შემსრულებლად. მაგრამ ხარი მე მგონი არის სიმებიანი. სიმებიანი საკრავია, გამოგიგზავნით მაგას. Mhm. და ითვლებოდა საუკეთესო შემსრულებლად და აი ვერავინ ვერ ჯობნიდა თურმე ნუიტყვით ნიკოლოზ ბარათაშვილს თარზე დაყრაში. აი ესეთი ცნობაც გაგვაჩნია. ისე რომ აი ამ ქალაქურმა მუსიკამ თავისი გზა განვლო, ამავე დროს აქ გაგვაჩნდა ჩვენ ევროპული ტიპის მუსიკას და აი ამ ქალაქური მუსიკის აღმოსავლურმა შტომ ძალიან დიდხანს აი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ეს ჩვენ არაჩვეულებრივი მკვლევარი ყავდა ბატონი ოთარ ჩიჯავაძე რომელიც კარგი ხანია უკვე გარდაიცვალა შუა საუკუნეების მუსიკაზე წერს რომ როგორც ჩანსო აი უკვე შუა საუკუნეებშიო სასახლის კარიდან განდევნილი იყო ტრადიციული მუსიკა და დამკვიდრებული იყო აი ეს ახალი კულტურა აღმოსავლური საკრავების სახით. ახო და აი ამან ერთგვარი იცით რას იკეთე გაგვეკეთა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეს საკრავები იყო თბილისის კუთვნილება და არ გავრცელდა დიდად რეგიონებში. ჩაიკეტა დედაქალაქში. დიახ და ამან ძალიან დიდი სიკეთე გვიყო. მართალია ხო ეს დასარტყამებზე დავიწყებ საუბარი იმ დიპლიპიტოსა და დაირაზე, მაგრამ ესენი იყო ქალაქური მუსიკის ნაწილი და მერე როგორც რაღაც ცეკვის რიტმის ასაყოლებლად გამოიყენეს ის რამდენიმე რეგიონში. სულ არა, ესე საინტერესო ეხა ჩვენ ესეთი რიტმული ცეკვებიც გვაქვს და აიქაც არ იყენებდნენ, ხო? ჯოჯოხეთთან. იმიტომ რომ ეცეთ რა დავინტერესდი ერთი პერიოდი არქეოლოგიური მასალებით. და როცა შევისწავლე, მოკლედ იმ არქეოლოგიური მასალებით, სადაც ლაპარაკია ცეკვაზე. იმიტომ რომ თუ არის ცეკვა, რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ ის მუსიკაც არსებობს. იმიტომ რომ ცარილი ცეკვა, მარტო ცეკვა არ არსებობდა. გაოცებას და სიხარულსაც ამავე დროს არ დავმალა, საზღვარი არ ქონდა. იმიტომ რომ არც ერთი ძეგლი, რომელიც კი გვიამბობს საქართველოში ფერხულისა და ცეკვის არსებობაზე, არც ერთი ძეგლი არ შეიცავს არანაირ მუსიკალურ დასარტყამს. საერთოდ მუსიკალურ დასარტყამს. რატომ იცით? იმიტომ რომ ქართველებს არ ქონდათ დასარტყამები და არც სჭირდებოდა. აი ნახეთ რა საოცრება ფერხულის დროს მღერიან ხო ადამიანები დიახ და ამით აძლევენ როგორც ჩანს უკვე რიტმს აი ნახეთ რა საიდუმლოს ინახავს ქართული ფერხული ფერხული რას ნიშნავს ერთად სიმღერას და ერთად ცეკვას ერთი და იგივე ადამიანები თან მღერიან და თან ცეკვავენ თან უძველესია ეს სცენაზე ის რო სცენაზე ეხლა დგას გუნდი მღერის და წინ რო ცეკვავენ ეგ არ არის ფერხული, ეგ არ ჩაითვლება ფერხულად. მეფერხულეობა ასეთი ტერმინიც არსებობდა და ფერხულში დგომა კიდე ბევრ სხვა რაღაცას მიანიშნებდა. ეს იყო ერთობის ნიშანი, ის რომ შენ იმ საზოგადოების ნაწილი ხარ, ის რომ შენ იმ მსოფლმხედველობის მატარებელი ხარ და ასე შემდეგ. ეხლა ეგ ცალკე თემაა კიდე. მაგრამ თავარი რა შემოგვინახა, იცით, ქართულმა ფერხულებმა. თუ ფერხული ძველია, არ ახლავს არანაირი დასარტყამი, რა თქმა უნდა. და სიმღერის რიტმი, ანუ ძლიერი დრო ტაქტის და ცეკვის ფერხულის აცილებული უნდა იყოს. ეს არის იმისი ნიშანი, რომ ეს არის უძველესი ფერხული. ასეთ შემოგვინახეს სვანებმა, ასეთ შემოგვინახეს რაჭველებმა, კახეთშიც ყოფილა, ქართლშიც ყოფილა, მთელ საქართველოში იყო ასეთ ძველი ფერხულები, რა თქმა უნდა. და იქ არანაირი საკრავი არ ჭირდებოდა. მერე ეს ფერხული გადაიქცეოდა ხოლმე ცეკვაში, გადაიზრდებოდა. რატო? იმიტომ რომ მერე ვიღაცა თუ აჩქარება უნდათ, აჩქარებდნენ და ტაშ შემოცხებდნენ და ეს იყო მათი რიტმი. არ ჭირდებოდა სხვა რიტმი და არანაირი საკრავი. ეს დოლი, გარმონი და დიმპიტაური, დამპიტაური
საბჭოეთის ეპოქიდან მოდის და სხვათა შორის მე ერთხელ მომიწია აი იმ საბჭოთა დროს მოსკოვში საკავშირო კონფერენციაში მონაწილეობა და იქ იყო ერთი შუა აზიელი ჩვენი კოლეგა და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ის ქალი ძალიან ისეთი შეწუხებული მოგვითხრობდა იმის შესახებ, რომ მათ აღარ მახსოვს ყირგიზეთიდან იყო თუ ყაზახეთიდან, რომელიღაცა იმ შუა აღმოსავლეთიდან და მათ ქვეყანაში ამ საბჭოთა პერიოდში შეიცვალა მათი ტრადიციული ცეკვები და სიმღერები და საკრავები საბჭოური სტანდარტებით, ხო? და გეტყვით ახლა სასწაული, დოლი, გარმონი და კლარნეტი, აი ეს სამეული, რომელიც აი ბოლო დრომდე არის შემორჩენილი და მე შევხვედრი ვარ უამრავ ადგილას, აღმოსავლეთში გნება თუ დასავლეთში. ანუ ეს როგორც ჩანს მათთანაც სატკივარი იყო, იმიტომ რომ ეს ქალი ძალიან შეწუხებული გვიამბობდა ამის შესახებ. და ძალიან დამიკვირდა, იმიტომ რომ ისინი, ახლა მათი მუსიკაც აღმოსავლურია ახლა, მაგრამ არა მათ უნდათ თავისი შეენარჩუნებინა. რა თქმა უნდა. ხო, აი ეს მომენტი არსებობდა. ძალიან საინტერესო იყო, აი ძალიან მე ფიქრობ, რომ ჩვენი მაყურებელი ამით არ დაკმაყოფილდება და ჩვენ კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ თქვენ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მრავალხმიანობაზე არ გვისაუბრია იმდენად ბევრი და სიმღერაზე არ გვისაუბრია, იმიტომ რომ ბევრი ვისაუბრეთ საკრავებზე. ხო, და აუცილებელი სათქმელი იყო ის ყველაფერი, რაც ითქვა, ძალიან საინტერესო იყო, რა ვიცი, კარგი დეტექტივი თუ უსმენდი და ეხლა უკვე წარმოდგენილი მაქვს რა იქნება ჩვენი სიმღერების აი მრავალფეროვნებაზე რომ დავიწყებთ საუბარს. ამიტომ მე თქვენ არ გემშვიდობებით, დიდი მადლობა, აბა მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე, მადლობა დიდი.